ხო. აი, მოდი შევქმნათ სტანდარტულად ფოლდერი. დღეს გავვლით პოზიციონირებას. ფოლდერს მას დავარქვა. აუ, რა მაინტერესებს იცით? ხო. დავალებაზე გეწერათ, რომ ვიზუალურად დასრულება აკლდა. ხო, კი. და ეხლა ეს გულისხმობდით? კი, განახებ ეხლა დიანა. დავალებებს კომენტარებიც არის საერთოდ. რა? დავალებებს კომენტარებიც არ ვიცოდი არ მინახავს თქო ისე თქო. ოკეი, რამე ისე კარგი ავწერდა თუ ნუ ესე რა არაფერი სტანდარტული საშინაო დავალებები. ხო, ანუ აი დიანა, შენი იყო ესეთი, ხო? კი. ცოტა ხოლმე რაღაც დაუსრულებელია, მაგრამ მაინც მაინტერესებს როგორ შეიძლება რაიმე დამემატებინა. კი ბატონო, ეხლა ვიგანახებ. ნუ იდეაში ხედე, ეს ხო იყო შესასრულებელი საშინაო დავალება. ხო. იდეაში პირველ რიგში აი აქ შიგნით პადინგები რომ ქონოდა, იმიტომ რომ ნახე ცოტა ტექსტებთან დაშორება ყოფილიყო. ამას არანაირი ბორდერი არ აქვს და აი ნახე რაღაცნაირად ოთხკუთხედი ისინი აქ ამას ცოტა მომრგვალებული აქვს. საინაფი აი ბათონი ელემენტარული აი რო შეხედო აქ. ტექსტის უმარცხნევა აქ მარჯვნივ ცენტრში არის ტექსტი. და აი რაღაც ეს დეტალები გაკლდა რა. იდეაში ზუსტად ერთ-ერთში შეგეძლო რომ არ გაიკეთებინა, მაგრამ აი ეს მთავარი დეტალები რა ინფუტის სტილების მიცემა და ბათონზე სტილების მიცემა აი საჭირო იყო რა და მაგ. იგინა მე ამ დავალებას აგიშლი და აქედან დაწერე. არა იყოს. იყოს. მე ჩემთვის ვცდიერა იმას. მადლობა. ხო, მოდი ახლა ჩავაგდოთ ფოლდერი Visual Studio Code-ში index.html აი CSS-ი სახლის ნიშანი ავირჩიოთ სტანდარტული სტრუქტურა დავაგენერირეთ link tag-ი CSS-ი რომ დავაკავშიროთ და CSS-ში სტანდარტულ ჩვეულებრივ განულებას გავაკეთებ ბარემ წინასწარ. ხო. მივიღეთ რაღაც ესეთი. ხო, იდეაში სანამ ახალ თემაზე გადავალთ, მე მინდა რომ ცოტა ჰედერებზე ვივარიტიშოთ. ანუ ჰედერი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იდეაში საიტის წერას რომ იწებ. პირველ რიგში ჰედერი და წოყოვოთ. ამიტომაც მოდი ახლა მე რამე საინტერესო მაგალითს ვნახავ. და ის გავაკეთოთ. Excel ნახავ. გადავალუსვათ. თქვენთან ერთად გავაკეთებ პოინტები. ხო, იდეაში ამ ჩამონათვლიდან ნახოთ ბარემ. დავაბინება მოდი აკინე. რომელიც შეიძლება ავირჩიოთ, ნუ იდეაში. რაზე ეს გავაკეთეთ, ხო? კი. ო, საერთო ჯამში იდეაში ყველა ერთნაირია, მაგრამ აი ეს არის ცოტა შედარებით პოზიციონირება დაგვრჩება აქ ისო გავაკეთოთ. ეს მაგრამ ნახოთ. აი იდეაში მოდი ისევე რამ სტანდარტული გავაკეთოთ მაშინ, თუ სხვა გზა არ გვაქვს.
აი, თან მოდი ჩვენ მოვიფიქროთ ახლა გზაში რა და როგორ დაგვჭირდება. აი, მოდი პირველ რიგში მე მინდა ესეთ რაღაც სემანტიკური ტეგების შესახებ გითხრათ, რომ არსებობს იდეაში რამდენიმე სემანტიკური ტეგი, მაგრამ ჰედერის შემთხვევაში გამოიყენება ყოველთვის ესეთი ტეგი, როგორც არის header. დააკვირდებით header. ნუ header-ი ეს ტეგი აღნიშნავს საიტის იმ მონაკვეთს, რომელზეც უნდა იყოს განაწილებული აი ეს რომელზეც უნდა იმყოფებოდეს აი ეს ზუსტად ნავიგაცია და H1, სადაც ძირითად შემთხვევაში ხდება ნავიგაცია, რეგისტრაციის ველი და ასე შემდეგ. ნუ იდეაში header-ზე ბევრ სახსნას არ დავიწყებ. header-ის შემთხვევაში ვიყენებთ tag headers, ლოგიკურია. შემდეგ ზოგადად საიტის, მოდი რომელიმე საიტს გავხსნი. აი დააკვირდებით, საიტი შედგება ზოგადად ყოველთვის 3 ნაწილისგან. header-ი, ეს ზემოთა ნაწილი. ეს წერწერები რაც არის? კი. აი ეს მაგალითად, კი, აი ეს ნავიგაციის მუქილურჯის ჩათვლით ანუ. რისი? მუქილურჯის სფერის ჩათვლით ანუ. კი, კი. აი ეს თლიანად მუქილურჯი რაც არის, თლიანად არის. შემდეგ მე იწყება header-ის შემდეგ იწყება main-ის ნაწილი. ანუ main-ში შედის ძირითადად თლიანი საიტი. თლიანი საიტი, ოღონდ, აი ნახეთ ყველაფერი ახლა ეს არის main. ოღონდ რჩება footer-თან. main მორჩება და ბოლოს უკვე არის ესეთი footer. ხო, იგივე საიტის ტანი არის ზუსტად. body tag-ში რაც გვაქვს მოქცეული ყველაფერი ანუ. შეიძლება body tag-ში ახლა მე ნახე როგორ იწერება ზოგადად საიტის სტრუქტურა რა. header-ი header-იც body-ში იწერება, ხო? კი. main-ი, ანუ ზემოთ header-ი, აქ header-ი და რაღაცები გვექნება, აქ main-ის შემადგენელი ნაწილი და ბოლოს footer. footer. body აღარ body ხო გვაქვს ისედაც ნახე. იდეაში body tag-ში ვაკეთებ ყველაფერს. შინ ესე იგი. და header-ი ვაკეთებ head-ში. არა, head-ში არა. ანუ body tag-ში ვაკეთებ ყველაფერს. როგორ გიო? ან მიზეზი რატო არის, რატომაც არ ხომ ეკუთვნის ეს არის head tag-ს. ვერ გავიგეს რაღაცა დაგუბებულად ისმის შენი ხმა და ჩატში რო დაწერო შეგიძლია? კარგი. როგორ? კარგი თო მგონი. ეხა ისმის? ხო, ეხა კარგი. ანუ header-ი რატო არ ეკუთვნის? წესდაგით head ხომ ეკუთვნოდეს, ანუ სახელიდან გამომდინარე და რა არის მიზეზი, რომ head-ში არ ვწერთ headers tag-ებს? იდეაში ეს head და header რო არის, ამათ ერთადერთი საერთო ერთი ის აქვს, რომ სახელები გვანან ერთმანეთს. თორე რეალურად ამ ორ ელემენტს საერთო ერთი ეგ აქვს, რომ head და პროგრამირებაში რო არის ეს HTML-ის tag-ი რო არის, ეგ აქვს საერთოდ, თორე ისე როგორც ასეთი ფუნქციონალით და ასე შემდეგ, ნუ მოკლედ არანაირი საერთო ამ headers, ამ heads-თან არ აქვს. header-ი გამოიყენება იმისთვის, რომ აღვნიშნოთ საიტის მონაკვეთი, სადაც იქნება ჩაშენებული header. აი ეს ნაწილი. body tag-ში აუცილებლად. ჩვენ თუ გვინდა რომ საიტზე ჩვენი დაწერილი კოდი გამოჩნდეს ნებისმიერი რამე, მაშინ ყოველთვის ამ კოდს ვწერთ body tag-ში. იმას, რაც უნდა გამოჩნდეს head tag-ში, რო დავწეროთ head tag-ში, ისეთ რაღაცას ჩვენ არ დავწერთ, რაც საიტზე ესე კონკრეტულად გამოჩნდება, ond აი title-ის გარდა, სადაც საიტის სათაური უნდა მივხვდეთ. თორე header-ი ესე კონკრეტულად ანუ head-ში რომ კოდი დავწეროთ, ის გამოჩნდება მაინც საიტზე? head-ში არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მაგისთვის არის body tag-ი. რომელშიც უკვე
რომელშიც უკვე უნდა ჩავწეროთ ის კოდი, რაც გამოჩნდება შემდგომ საიტზე უკვე. საიტზე ჩვენ გვექნება header-ი, main-ი და footer-ი. ანუ ჯერ დავიწყებთ header-ის გაკეთებას, სადაც გვექნება ნავიგაცია, შეიძლება ჩვენი საიტის ლოგო გქონდეს, აი აქ ზოგადად ლოგო არის ხოლმე და საიტის სახელი. საიდან შეიძლება მომხმარებელს დარეგისტრირება ან ავტორიზირება და შემდეგ უკვე დაიწყება მთლიანი საიტის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვია უკვე main. Main იქნება ის ძირითადი ნაწილი, რაც header-ის შემდეგ დაიწყება და დამთავრდება footer-თან. ანუ აქ ეს footer-იც რომ იყოს main-ში, რატომ არ შეიძლება მაგალითად? იმიტომ რომ ჩვენ უკვე სემანტიკას ვარღვევთ. ზოგადად ვიზუალური მხარე იგივე ექნება, წესით ხო? კი, ვიზუალური მხარე იგივე ექნება და შეგვიძლია ზოგადადაც header-ი, main-ი და footer-ი ესე არ დავწეროთ, divები ავიღოთ და 1-2-3-ი დავარქვათ. და ეგეც იმუშავებს, მაგრამ მთავარი იდეა ჩვენ ეხლა headers, mains და footers ზოგადად სემანტიკურ თეგებს რომ ვიყენებთ, არის ის რომ ჩვენ რა თქმა უნდა დავეხმაროთ ხალხს და ასევე Google-ს, რომ მომხმარებელი რამეს რომ დაგუგლავს, ჩვენი საიტი ამოაგდოს ერთ-ერთი პირველი. ყოველთვის ჩვენი მიზანი ეგ იქნება. და ამისთვის ამაში მუშაობს, აქ მუშაობს როგორ? ანუ საჭიროა ესე დავიცვათ კოდების წერა. ხო, უფრო და კი, ხო. მე სხვა რაღაცაზე წავედი. ხო, კი ბატონო, ანუ ესეთი სისტემა უნდა დავიცვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად სხვანაირად რომ დავწეროთ, ყველაფერი გამოვა, მაგრამ არსებობს ესეთი სისტემა SEO, რაც ნიშნავს Search Engine Optimization, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და ზოგადად Google-ში, Google-ი როდესაც იწყებს საიტის ძებნას, პირველ რიგში ანალიზებს საიტის templates. ანუ ამ HTML-ის ნაწილს. და თუ სემანტიკა არ არის დაცული, არ არის header-ი, არ არის main-ი შექმნილი, არ არის footer-ი, არ არის პირობითად form tag-ი, რომელშიც იქნება input-ები, არ არის now tag-ი, now tag-საც აგიხსნით. იდეაში ჩვენ შეგვიძლია ახლა ერთ საინტერესო რაღაც განაცხადოთ. აი ზოგადად თუ დააკვირდებით, ახეთ header-ი, main-ი, რომელსაც არის რაღაც არტიკლები, ზოგადად არტიკლების მაგივრად მე სექციებს ვიყენებ და ძირითადად შემთხვევაში სექციებს იყენებენ, ეს არტიკლი ცოტა უკვე მოძველებულია, ასე ვთქვათ. და გვერდზე now, ანუ ნავიგაციის ტეგი და მარცხენაში სექციებია. ხო, მარცხენაში ეგ სექციებია, კი ბატონო. ხო, ჩემი ძირითადი აი საიტის სტრუქტურა რომ განახოთ, არის ყოველთვის ესე. ზოგადად, როდესაც სემანტიკურ ტექსტს დავწერ, ამის შემდეგ ყოველთვის მოვაყოლებ. პირველ რიგში დაგჭირდება რაღაც სექცია, main-ში, header-ში და footer-ში არ გჭირდება სექცია. ზოგადად სექციები იცი როგორ შეგვიძლია დავყოთ, აი მაგალითად ისევე ამ საიტის მაგალითზე ავიღოთ. შეხედეთ, ეს კონკრეტული ნაწილი მაგალითად აი H2 პარაგრაფი და ბათონი. აი ეს სამი ელემენტი, რომელიც display flex და აი ესე არის განაწილებული, ეს მექნებოდა ერთი სექცია მაგალითად. შემდეგ ჩამოვიდეთ ქვემოთ, ხედავთ რომ აი აქ რაღაც ფოტო არის, კიდე რაღაც H2 ტექსტი ბათონი. ესეც წაგუყვანა. ესეც არის რა თქმა უნდა შემდეგი სექცია. ესეც შეგვიძლია როგორც სექცია ისე მოვიხსენიოთ. შემდეგ კიდევ ახალი ნაწილზე გადმოვედით, ჩვენი კლიენტებიო წერია, ესეც შემიძლია რომ ახალ სექციად გამოვიყენო. და შემდეგ მე მოვდივართ. აქეთ კიდევ ქვემოთ ახალი სექცია და შემდეგ
კიდევ აი კონტაქტი, ეს ახალი სექცია, სადაც ფორუმი გვექნება და შემდეგ უკვე ფუთერი. ეხლა როგორ გავაკეთებ? მაგალითად შევქმნი ესეთ text main-ში, გავაკეთებ ესეთ text, როგორიც არის სექცია, section. შიგნით პირველ რიგში გავაკეთებდი containers, divs class-ის კონტეინერი. მაგალითად ამ სექციას მივცემდი რაღაც class პირველ რიგში და ზოგადად სექციის კლასები გამომდინარეობს თვითონ იმ მონაკვეთიდან, საიტის იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვადგენთ. მაგალითად, ეხლა ეს კონკრეტული მონაკვეთი რომ ავიღოთ. ამ კონკრეტულ მონაკვეთს შეესაბამება იდეალურად კლასი about. ამიტომაც მე დავარქმევდი class about-ს. შიგნით ამ სექციაში მაქვს div class-ის კონტეინერი, ზოგადად div class-ის კონტეინერი ძალიან საინტერესო და საჭირო რაღაცაა. მე ამის შესახებ ძალიან ბევრს ვისაუბრებ ძალიან ცოტა ხანში. ჯერჯერობით უბრალოდ იცოდეთ რომ div მაქვს class-ის კონტეინერი და შიგნით about inner. ეს არის ჩემი ძირითადი სტრუქტურა თვითონ სექციის, თვითონ სექცია კლასით, რომელიც შეესაბამება საიტის მონაკვეთს, div კლასით კონტეინერი და div კლასით სექციის სახელი რაც არის და inner. ანუ შიდა ნაწილი. ზოგადად აი ეს შიდა ნაწილი ზუსტად ხდება ხოლმე display flex-ი. იდეაში კონტეინერზე ეხლაც გეტყვით რომ რატო ვქნი აი აქ divs კლასით კონტეინერი. ეს კონტეინერი ზოგადად გვჭირდება იმისთვის რომ დავიცვათ საიტის სტრუქტურა სიგანეში. ეხლა აქ იდეაში კარგად არ გამოჩნდება, მაგრამ აი დააკვირდით ეხლა რომ მე მაუს აი აქ დავაყენებ და ავსკროლავ, ისევ რომ არ გავამოძრავებ. იდეაში არაფერს არ შეეხო ეხლა, ხო? მოდი inspect element-დან განახილოთ. აი საიტი კონტეინერებს არ არის საუკეთესო მაგალითი, მაგრამ არც არის იქიდან გამომდინარე რომ აქ არც არის კონტეინერი. აი სხვა მაგალითზე განახებთ, მაგაც არ არის კარგი მაგალითი ეს. აი ეს. ძალიან კარგი მაგალითია იმისთან მიუხედავად რომ დარღვევა არის. აუ, სერიოზული დარღვევა აქაც. ნუ მოკლედ ზოგადად ეხლა არ ვიცი აქ რატომ არის ეს გათვალისწინებული, მაგრამ ზოგადად თუ დააკვირდებით, არსებობს რაღაც უხილავი ერთი ხაზი კუთხეში, მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც, რომელსაც მიყვება მთლიანი საიტის სტრუქტურა. რომელსაც რომლის საზღვრებიდანაც არ გადის არაფერი. ნახეთ, რო ჩამოუყოლო ამასაც გვერდზე იქნება ამასთანაც მაუს. ანუ რაღაც უხილავი ხაზებია, რომელიც საიტის კონტენტს, ანუ მთლიან ნაწილს აქცევს ზუსტად ცენტრში. ანუ გულისხმობ იმას, რომ ყველაფერი ძირითადად უნდა იყოს ერთ ხაზზე დამოკიდებული. ანუ ერთ ხაზი უნდა იყოს, რომლის კუთხეში იქნება მიწევებული ყველა ელემენტი, ასევე მარცხნიდან და ასევე მარჯვნიდანაც. ორივე მხარეს. იდეაში კონტეინერის საჭიროება ცოტა ხანში უფრო კარგად განახებთ პრაქტიკაში. და ჯერჯერობით აი შეგვიძლია რომ ჰედერის კეთება დავუწყოთ. ხო, საინტერესო ჰედერი ხო არ არის უფრო. არა, იდეაში იდეაში მოდი ამებს წავშლი. ანც როგორ გავაკეთებ? მე აი ამ სტრუქტურას დავაკოპირებ. ქვემოთ ჩავსვავ, არ ქვემოთ არა. ზემოთ ჩავსვავ და დავაკომენტარებ. რომ თქვენ თუ დაგჭირდებათ, შემდეგ შეგეძლებათ გადახედოთ. ზოგადად პროექტის წერას რომ დაიწყებთ, აი ეს ძალიან დაგჭირდებათ. ხო, ეს ზოგადად უკვე შეგვიძლია რამდენიმეჯერ გამოვიყენოთ შემდეგ აი main-ში. თვითონ დავაკოპიროთ სექცია div class-ის კონტეინერი და div class-ის სექციის სახე და inner-ი. მაგალითად, აქ about-ს აღარ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა. აი მაგალითად დავიღებდით აქ testimonials.
და აი აქაც about-ებს შევანაცვლებდით testimonials-ი, container-ი, testimonials-ი, in-ები. და ესე იქნებოდა სექციები ყველა მონაკვეთზე. შეგვიძლია დავიწყოთ ეს უკვე. ამას ავშლი ახლა მე და დავტოვებ მარტო headers. headers მიცემ class. თუმცა კლასის მიცემა არ არის სავალდებულო, მაგრამ უკეთესი პრაქტიკა იქნება თუ კლასს მიცემთ და სადაც მე ნახეთ შევქმნით containers და header in. ესეთი სტანდარტული სექცია მივიღე, როგორც აი აქ. ანუ header-ი, container და header in. ზოგადად საიტზე კონტეინერი ერთხელ გაისტილება და ყოველთვის იქნება ჩვენს საიტზე იმ სტილებით. მაგალითად, პირველ რიგში კონტეინერს მივმართავ და უნდა მივცეთ სიგანე. სიგანე იდეაში დამოკიდებულია საიტზე. ყოველთვის და საიტის სიგანიდან გამომდინარე ვაძლევთ ჩვენს კონტეინერსაც სიგანეს. მაგრამ მე სტანდარტულად როდესაც რაღაც კონკრეტული ზომა არ მაქვს ასაღები, სტანდარტულად ვაძლევ 1200 პიქსელს კონტეინერს, ეს არის ყველაზე ოპტიმალური, ყველაზე საშუალო ზომა. width 1200 პიქსელი და margin 0 out. ეხლა თუ დააკვირდით, აი header-ში მე რასაც გავაკეთებ, ყველაფერი იქნება ცენტრში. ანუ მე მაგალითად 1 2 3 რაღაც რო ჩავწერო, მოდი live server-ი გავხსნათ. და ნახეთ, ეს კონტენტი მოხდა ცენტრში. რაღაც. გამოვჩე ეს რა არის. სადრა გაგვეფარა. გამარჯობა, ყოველთვის შემოვედი ახლა, ცოტა დამაგვიანდა. გამარჯობა. ნუ ჩანაწერი არის. იდეაში ახლა ისეთ კონკრეტული როგორ არა. ნახე სემანტიკურ ტეგებზე ვისაუბრეთ ძალიან საჭირო თემაზე და არის ნახავთ, შემდეგ ჩანაწერი შეუცვლელად გამოვტოვე. ბატონო. ოქ გამოპარული ეხლა. აი არა უშობს იყოს. ხო. როგორც ხედავთ, ჩვენ კონტენტი მოხდა ცენტრში. რაში დაგჭირდება ეხლა ეს header. მე მაგალითად, ნახეთ, კონტენტი მინდა რომ მოახდინო ცენტრში. და ნახეთ ეხლა კიდევ ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ საიტზე, რაც არის გათვალისწინებული. აი აქეთ გადმოვიდეთ. ნახეთ, ნუ კონტენტი არის ცენტრში და ეს background-ი არის 100% ეკრანის სიგანეზე გაწერილი. თქვენი აზრით ეხლა მე რომელს უნდა მივცე background color? headers. რომელს? კი ბატონო, headers. იქიდან გამომდინარე, რომ კონტეინერის შემდეგ უკვე ყველაფერი რასაც ჩვენ დავწერთ, მოხდება ამ კონტეინერის ზომებში. inspect ელემენტი რომ გავხსნათ ეხლა ნახეთ. dash კონტეინერი, აი სტრუქტურას გავხსნი მარჯვენა მხრიდან. და აი კონტეინერი არა, თლად არ იმაშობა. აი თუ დააკვირდებით ამას ძალიან შევავიწრო. და აი კონტეინერის ზომებს თუ დააკვირდებით, მარცხნიდან და მარჯვნიდან ეს კემის ფერის სივრცე არის კონტეინერის სივრცე, რაც აიძულებს შიგნით ყოფ ელემენტებს რომ მოხვდნენ ცენტრში. ეხლა მოდი headers მივცეთ რამე background color-ი. background
background color-ი და მოდი აქედან მოვძებნი ეს დაახლოებით როგორ მივიღოთ. აი რაღაც ესეთ. აქ წამოქია. ნორმალურია. იდეაში ჰედერში შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ყველაფრის ტექსტის ფერი იქნება თეთრი. მოდი აქ ვნახოთ რა ფერი არის, ხო თეთრია. ეს ტექსტის ფერი თეთრი მივუხეთ, მაგრამ ეხლა ნუ ესეთი რაღაც არ ეს რა არის? ხელს გვიშლის ძალიან. რამ მე ვერ ხედავ თუ აბა და კომენტარებში უნდა იყოს პრობლემა, თან ისიც მაგას გავს რა ქვია. ფორმატს. რაღაც მეც ეგრე. რავი, არ გა. აი მოდი აბა ამ სამოვჭრი საერთოდ, ხო და? ხო, მაგის ბრალი მოდი ქვემოთ ჩავსავ ამას. ასურ. როგორც ხედავთ, ახლა მივიღეთ ესეთი ჭრილი ხაზი ჯერჯერობით და ეს რიცხვები. ოკეი. ახლა იდეაში სწორად რომ მივიღოთ, ახლა ყველაფერი რა თქმა გვინდა. პირველ რიგში headers მივცეთ height. რამე კონკრეტული height მივცეთ დაახლოებით 80 პიქსელი. ხო, და იდეაში ოკეი. ჩვენიურად გამოჩნდა ჩვენი text. აი, და ახლა ვნახოთ რა ელემენტები არის აქ. პირველ რიგში რაღაც H1 და ნავიგაციის სისტემა და ავტორიზაციის ღილაკი. ისევე სამი ნაწილი დაგჭირდება მაშინ. პირველ რიგში H1 header inner-ში ვიწყებ უკვე ჩვენი ძირითადი კონტენტის სტრუქტურის შექმნას. ანუ პირველ რიგში გვქონდეს მოდი H1 რომელშიც თან დააკვირდით მეგობრებო ეს H1 იქნება A tag-ი. იქიდან გამომდინარე რაღაც ლინკი არის და აი მაგალითად ეს James Consulting-ი რაც არის ამას რომ დავაჭერთ პირობითად უნდა გვაბრუნებდეს ხო თავარ გვერდზე ყველაზე მაღლა გვაბრუნებს. ამიტომაც ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც A tag. tag-ი ჯერჯერობით აი აქ დავაყენებ საცობს H-რებში მეგობრებო, როდესაც წერთ sharps, ეგრეთ წოდებულ DS. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ H-რში ვაყენებთ საცობს. მოდი ახლა განახებთ უცბად. azt ნიშნავს აი H-რებში საცოლვის დაყენება. მოდი ჯერ წავშლით, არიელი მექნება H-რებში და ვნახოთ რა იქნება. ხო, მოდი ზოგადად ATX სუზემოთ. გაუნულებ სტილებს. ანუ მიმართავ თუ დააკვირდებით ATX, ვეთქვით text decorations none. ანუ text decoration none რო ეს პირველ რიგში ქვედა ხაზი გავუქრო და colors მივცემ თეთრს. ანუ ესე შეგვიძლია. A-tag რომელია? როგორ? A-tag რომელია? A-tag-ი არის ლინკის tag-ი, და გავუწყდა? ანუ აი აქ მისამართი რომ ჩავწეროთ, მაგალითად გასაგებია. წეტელი ფონზე რო გადავყავდით და რაღაც. ხო, ეს A-tag-ი ჩავშვით ახლა H1-ში და შევამოწმოთ H1 გახდა tag-ი. ლინკის tag-ი. ხო, ჯერჯერობით H-რებიც არიელი მექნება და თუ დააკვირდებით მე როდესაც text ვაჭერ, ვცდილობთ რომ სადღაც გადამიყვანოს აი აქ ესეთი ყვითელი ხაზი გარბის საიტიც რეფრეშდება, ანუ ვცდილობ სადმე გადასვლას. მაგრამ მე როდესაც ვიცი რომ ჯერჯერობით საიტზე არანაირი მისამართი არ მექნება ჩაწერილი სანამ არ მოურჩები ამ საიტის კეთებას. მანამდე შეგვიძლია საიტის H1-ში ყოფ ATX-ზე დავაყენოთ, ნუ ზოგადად H1-ში ოპცია არ არის მარტო ეს რა თქმა უნდა, ATX-ზე ნებისმიერ H-რებში შეგვიძლია ჩავწეროთ. ესეთი საცობი რომლის ჩაწერის შემდეგაც არაფერი არ მოხდება, ანუ დავაჭერ და არაფერი არ შესრულდება. საიტი არ დარეფრეშდება, ზოგადად საიტის დარეფრეშებამ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა მოგვიტანოს. იმ შემთხვევაში თუ არ გვაწყობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საიტის დარეფრეშება, ამიტომაც
შეგვიძლია რომ ესეთი შარფის საშუალებით საცობი დავაყენოთ და უთხრათ რომ ეს ლინკი ჯერჯერობით არსად არ გადადის. მე უკვე მორჩებით პირობითად საიტის კეთებას და ჩვენ ჩავწერთ უკვე რა საიტიც დაგვჭირდება აქ. ორი წამის თაილებზე რო გადავიდეთ რა რაღაცას გამომჩნდა. კი ბატონო. სულ გავაგზავნოთ. ევა. მადლობა. არაფერს. ხო. და დააკვირდით მაგალითად header-ში მე ეს h1 პირდაპირ შევქმნი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ამ h1-ისთვის შეიქმნებოდა ცალკე div. ამას ამოვჭრი Ctrl+X-ის საშუალებით და შევქმნი divs კლასით მაგალითად header-title. Header-ის რაღაც title იქნება მეთქი და ამ div-ის გამხდარში და დამხურავში შემიძლია უკვე ეს h1 და tag-ი ჩავს. ხო, თან დააკვირდით მეგობრებო ერთ რაღაცას რომ div-ში ამ div-ს მივეცი კლასი და უბრალოდ title იქიდან გამომდინარე არ დავაწერე, რომ ჩვენ გვაქვს ეს title header-ის title. ანუ header-იდან გამომდინარე იქნება ეს title. საიტზე შეიძლება 1-200-300 title შექმნას. ამიტომაც ყოველთვის უნდა გქონდეს დაცული ეს სტრუქტურა. header-ი, header inner-ია, header title-ია, header subtitle, მაგალითად header now, header ის და header s. აქ უკვე ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ div-ში. ამ div-ის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ნავიგაცია, ხო? ნუ ესეთი ნავიგაციის სისტემა. სადაც შეგვიძლია შემდეგი სემანტიკური თეგი გამოვიყენოთ, რომელიც არის nav. შემოკლებული navigation. nav თეგი არა მარტო გვერდზე ნავიგაციის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია header-ის ნავიგაციის დროსაც ჩვეულებრივად გამოვიყენოთ და დავუცვათ სემანტიკური თეგების სტრუქტურა. nav tag-ში დაგვჭირდება ული, დაგვჭირდება li და li-ში აუცილებლად დაგვჭირდება a tag. a tags აქ იქიდან გამომდინარე წერთ li-ში. ნახეთ, გვაქვს ული, ძირითადი li-ების მშობელი, გვაქვს li და li-ში არის a tag-ი. a tags რატომ წერთ li-ში? ზოგადად ჩვენი li მინდა რომ რაღაც სადღაც გადადიოდეს, ხო, მაგალითად საიტის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში. ეს რა თქმა უნდა href-ის დამსახურება და href-ი გააჩნია მხოლოდ a tags. ამიტომაც ჩვენ li-ში მოვაქციეთ a tag-ი და შემდეგ აქ უკვე შეგვეძლება საიტის მიზამართის ჩაწერა, ან ჩვენი საიტის კონკრეტული მონაკვეთის, ან სხვა საიტის ლინკი, რასაც გადავა უკვე მომხმარებელი. მოდი ვნახოთ რამდენი li დაგვჭირდება 1 2 3 4 5 6 6 li უნდა იყოს საერთო ჯამში. ამიტომაც მე ამ lis ავიღებ, დავაკოპირებ 2 3 4 5 6 საცობ დავაყენებ. აი ეს ჩამოვშ 2 3 თან თუ გაინტერესებს მეგობრებო, ანუ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. alt shift-ზე დავაჭიროთ, ვეჭიროს და arrow down-ით მაუსი ის არის ქვემოთ კლავიატურაზე, თუ დააჭერთ, იგივე ხაზი, რომელი ხაზეც ახლა გაქვთ ფოკუსი მაუსით, ის ხაზი ჩამოკოპირდება ქვემოთ. აი ესეთ ვარიანტში. იდეა შევქმნით ული, შევქმნით li, რომელშიც არის a tag-ები. ეხლა აი ამ a tag-ებში უნდა ჩაუწეროთ ტექსტი. ოღონდ ეს რაღაცას გეტყვით რა, ძალიან ბევრი უშვებს ხოლმე შეცდომას ესეთ მომენტზე, რომ შექმნიან რაღაც ტექსტს, მაგალითად h1 li
სადაც ქმნიან a text და წერენ აი აქ. აქ რატომ იქნება შეცდომა ეხლა რომ დავწერო მაგ. ათექსში აღარ ჩაითვლება, ანუ ლისტში ჩაითვლება. ხო. კი ბატონო. ანუ სანამ ხო. a text-ში ჩვენ აღარ გამოგდის უკვე ტექსტი, რის შემდეგაც ამაზე დაჭერილი უკვე ამ ტექსტზე დაჭერილი დაკლიკებული მაუსი აღარ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ჩვენ გვინდოდა, ხო? ამიტომაც ყოველთვის კარგად დააკვირდით, რომ a tag-ის დამხსნელსა და დამხურავ tag-ში უნდა მოახდინოთ ჩვენ ტექსტი. და პრობლემა არ შეგვექმნება. მოდი ახლა იდეაში ძირითადი სახელები გადმოვიწეროთ about projects-ი აი ესე დავაკოპირებ. ავიღებ projects-ი services constant pricing costs and tips და contract. იდეაში ესეც ნავიგაციაც გავამზადეთ. მოდი ნახოთ საიტზე როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ესე სნაურად ქვემოთ ჩამოდის. გამოვასწორებთ ამ ყველაფერს აუცილებლად და შემდეგი div და box, ხო, ავტორიზაციისთვის იდეაში რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. ეს რომ ცალკე შევქმნათ მე space between-ის საშუალებით რომ გავანაწილოთ არ გვაქვს. ნახეთ რას ვფიქრობ, ანუ ერთი დივი ხომ ეს გვაქვს, მეორე დივი ეს არის და მესამე ეს რომ გავაკეთოთ. შემდეგ space between განაწილების შემთხვევაში ეს მარცხნივ იქნება, აი ეს კონკრეტული ცენტრი იქნება და ეს მარჯვნივ იქნება. ამიტომაც აი თქვენ რას შემომთავაზებთ, თქვენ რა ვარიანტს რომ აი ყველაფერი მოხდეს მარჯვნივ, ოღონდ აი აქ რაღაც კონკრეტული დაშორებით. ერთ დივში ჩავხოთ კიდე ცალკე. კი ბატონო, ესენი შეგვიძლია რომ კიდევ ერთ დივში ჩავსვათ. იდეაში ჩვენ გვაქვს აქ ნავიგაცია, რომელშიც არის ული და ულის ქვემოთ უკვე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ როგორ? ხო. კი ბატონო, ერთი დივი, რომელსაც დავარქმევთ მაგალითად ავტორიზაცია, აუთენტიფიკაცია, ასე ვთქვათ, შემოკლებით, რომელშიც შევქმნით კიდევ ერთ დივს, კიდე ლოგო, ანუ ავტორიზაციის ლოგო, ანუ ესეთი რაღაც ყოფილიყო. იდეაში ახლა მესაც წავიდა ჩვენი საიტი. პირდაპირ აიკონს ვერ ავიღებთ აქედან. ნუ ცოტა ხანში განახთ მე ფონტების სომის. აიკონებს, ნებისმიერი აიკონის გამოყენება შევძლოთ, მაგრამ ჯერჯერობით წარე გავაკეთოთ როგორც წინა ლექციას. და login. შევქმნათ. იდეაში მოდი პირდაპირ პარაგრაფი გავაკეთოთ უკვე, რომელშიც tag-ი გვექნება, tag-ი იქიდან გამომდინარე, რომ ეს რა თქმა უნდა ლინკის tag-ი უნდა იყოს. და სობი დავაყენოთ და დავაწეროთ ok. იდეაში მთლიანი სტრუქტურა უკვე ჩვენ მზად გვაქვს. რაღაც გამოვიდა. login-ს გვაქვს ქვემოთ და ნელა შეგვიძლია დავიწყოთ გასტილო. როგორ გიჩვენიათ შესვენებამდე გავაკეთოთ თუ შესვენების შემდეგ გასტილო? ალბათ შემდეგ. აუ თუ შეგიძლიათ რა სამ შესვენებაზე გავალ. ნავიგაციის tag-ზე ამიხსნით, ან ბოლომდე კარად ვერ გავიგე. ნავიგაციის tag-ი? დიახ. თვითონ tag-ი თუ აქ რა წერილი? ანუ მაგ tag-ის მნიშვნელობა მაინტერესებს. ხო. როგორც header-ზე გითხარით, header-ი არის სემანტიკური tag-ი.
რომელშიც უნდა იყოს მოქცეული საიტის header-ის ნაწილი, თავის ნაწილი. სადაც გვექნება გაწევრიანება, გვექნება აი ეს. არის. მაგალითად ლოგოები, ნავიგაცია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სემანტიკური თემები, რომელიც ავითარებს ჩვენ საიტში SEO ოპტიმიზაციას, ანუ search engine optimization-ს. ჩვენ უბრალოდ აი აქ TV გვექნება და ისე გვექნება ნავიგაცია გაკეთებული. Google ჩაგვითვლის, რომ სემანტიკას არ ვიცავთ, ანუ სემანტიკურ თემებს არ ვიყენებთ. ანუ ჩვენი საიტის სტრუქტურა არ არის სრულყოფილი, ანუ -1 ქულა და -1.5 ადგილი შეიძლება საძიებო სისტემაში. ანუ ჩვენი საიტის სახელის რომ ჩაწეროს, თუ სტრუქტურას არ დავიცავ, სემანტიკურ თემებზე კარგად ვისაუბრებ და უფრო მეც აგიხსნით, შემდეგ დროთა განმავლობაში დაგიმატებთ რაღაც საჭირო ელემენტებს. Google-ში მაგალითად ვინმე ჩვენი საიტის სახელით რომ მოძებნოს კონკრეტულად სიტუაციით. შეიძლება მე-6 ადგილას აღმოჩნდეთ. თუ არ დავიცავთ აი ამ სტრუქტურას headers, თუ ყველა იცავს, აი მოვკაცრავთ. თუ ყველა იცავს, ყველა პირველზე ხო ვერ აღმოჩნდება. ხო, მაგრამ მაშინ უკვე აღმოჩნდება ის ვინც ხო, ანუ H1 შემდეგ უკვე H2. და ანუ მაგალითად ახლა James Consulting რომ დავუგლოთ, ახლა ბევრ საიტს ხო არ ექნება. მაგრამ მე უკვე ალბათ Google ამოაგდებს პირველს, რომელიც უფრო ხშირად მოხმარებადია, რომელშიც უფრო მეტი მოხმარებელი შედის და რომელზეც უფრო კარგი დაცვა არის დაყენებული. ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომელიც უნდა დავიწყოთ. ერთ-ერთი არის აუცილებელი სემანტიკური თეგები და აი აქ nav tag-ში უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ ნავიგაციას. ასეთ ნავიგაციას, სადაც მომხმარებელს ვუმეცით, რომ სხვა მისამართზე შეუძლია რომ გადავიდეს. მადლობა. nav tag-ში. მოდი კლასიც მივცეთ. ასე მივცეთ მაგალითად header navigation. It's condes კლასი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ საიტზე შეიძლება რამდენიმე ნავი კონდეს. ანუ კლასებს იმ შემთხვევაში ვაძლევთ, თუ რაღაც რამოდენიმე დავუშვათ div გვაქვს ან რაღაც ხო? თუ ერთი გვაქვს, ხო არ გვინდა? თუ ერთი გვაქვს, ანუ ერთი რა შემთხვევაში ვიქნება, როდესაც საიტს დავწერთ ჩვენ, აუცილებლად ყველაფერს კლასები უნდა მივცეთ. ნუ ეხლა მაგალითად ულს და ლის აქ იმიტომ აღარ ვაძლევთ კლასს, რომ აქ header navigation-დან შემიძლია მივწვდე. ანუ მე თუ დავწერ ნახეთ წერტილი header navigation. მე შემიძლია header navigation-ის შემდეგ დავწერო space-ი, დავწერო ული. რაც იმას ნიშნავს, რომ header navigation-ში, აი მაუსს რომ მივიტანო ეს. რაღაც არის ელემენტი, ჩვენ შემთხვევაში ნავიგაციის თეგი, header navigation, რომელშიც შიგნით არის ული და იმ ულს მიმართავ. ანუ იგივეა, რაც ამ ულს კლასი მივცე და იმ კლასს მიმართავ. თუ ლიებზე დამჭირდება, ვეტყვი რომ ულში არის li. მე ლიში არის ათეგი თუ დამჭირდება. აი იდეაში სტრუქტურა შეხედეთ. ელემენტში არის ული, ულში არის li, liში არის a. და ახლა მაგალითად color red რომ დავწერო, ყველა ატექს მიეცემა წითელი ფერი. ოღონდ არა logins, იმიტომ რომ header navigation-ში არის header navigation-ის ულში არის იმყოფება. ზოგადად იმყოფება. როდესაც მარტო ერთი მოკლე რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი, სადაც მაინც და მაინც არ არის აუცილებელი კლასების მიცემა, შეგვიძლია არ მივცეთ, მაგრამ ზოგადად როდესაც დიდ საიტს ვაკეთებთ, იქ აუცილებლად დაგვჭირდება ბევრი კლასი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი და იგივე მსგავსი მონაკვეთები შეიძლება შექმნას და კლასები არ აგვერიოს რა. ამიტომაც აი ერთი რაღაც სტრუქტურა თუ ექნება, რომელსაც მოვყვებით, უკვე თან პირველ რიგში არ აგვერევა, თან ყოველთვის გვეცოდინება სად რა დავწერეთ, სად რა კლასი დავწერეთ. იქიდან გამომდინარე, რომ გადახვალ და ნახა, უბრალოდ ლოგიკურად მიყვები, რომ აი აქ ამ კლასს მივცემდი, რომ აღარ გახსოვდეს. ხოც თუ არის. აი მაშინ გავიდეთ შესვენებაზე, 10 წუთი და შესვენების შემდეგ უკვე მივცეთ სტილები ჩვენს headers. აუ HTML-ი დატოვეთ თუ შეიძლება ეკრანზე. მაინც ცოტა უკან გამოვწევ, რომ მთლიანი ის გამოჩნდეს.
ოკეი, ჩანს ხო ესე? კი, კი. დროებით. მადლობა.
აქაც მეგობრებო. კი ბატონო, აქ ვარ. დიახ. კი. ოკეი. ხო, იდეაში რეალურად ახლა ამ სტრუქტურას რო შეხედო, ერთ შეხედვით ძალიან რთულად ჩანს ყველაფერი რა. შეიძლება იქ რომ ეს როგორ უნდა დავწერო. მაგრამ რეალურად აი ეტაპ-ეტაპ რომ მივუყვები, აი ჩვენ როგორც დავწერეთ. მაგალითად, ჯერ ჰედერი, კონტეინერი, ჰედერინერი, მე ერთი დივი. ესე ყველაფერი პატარ-პატარაზე ნენელა რომ მივუყვე, გამოგივა ესეთი სტრუქტურა. რეალურად როგორც ვთქვი, შესახედად ერთ შეხედვით რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკაში, ანუ რამდენიმეჯერ რო დაწერთ, აი ძალიან გაგიადვილდებათ შემდეგ აი ამ სტრუქტურის აწყობა. ანუ იდეაში ჯერ ჯობია ყოველთვის HTML სტრუქტურა ავაწყოთ და მე სტრუქტურა რო აწყობა უკვე სტილებზე გადავიდეთ, ხო? ყველა ვარიანტში. კი, ზუსტად. იმიტომ რომ HTML სტრუქტურა ნახევარი გავაკეთოთ, გავცილოთ და მე ნახევარი ცალკე გავაკეთოთ, არა. ჯობია თავიდანვე მთლიანად გავაკეთოთ, ხო, სტრუქტურა და ზუსტად. იმიტომ რომ ზოგადად HTML სტრუქტურა შე რომ გამზადებული გექნება, მე გასწვლა ბევრად უფრო გაგიადვილდება. ეხლა მე რომ კონტეინერი გამეკეთებინა, ჰედერინერი, ეს დივი გამეკეთებინა, ჯერ ეს გამესტილა, მე ეს გამეკეთებინა. ეს გამეკეთებინა და მე გამესტილა და მე ეს და ნუ თალთალკე რო დამეყო ყველაფერი. ბევრად უფრო გართულდებოდა საქმე იქიდან გამომდინარე რომ HTML სტრუქტურა მთლიანად რაც შედგა უკვე იმ სტრუქტურიდან გამომდინარე მივცემ ძალიან ბევრ სტილს ახლა და აი მაგას განახებთ რას გულისხმობ რომ აი აქედან გამომდინარე აი მაგალითად ამას შეიძლება რაღაც სტილი მივცე იმიტომ რომ აქ ეს არის და აუცილებლად ჯერ HTML სტრუქტურას გავამზადებთ ანუ ნაწილ-ნაწილ აი მაგალითად ჯერ ჰედერი გავსტილეთ, მე მეინი დავიწყეთ, ერთი სექცია გავაკეთეთ, გავსტილეთ, მეორე სექცია გავაკეთეთ, გავსტილეთ, მესამე სექცია გავაკეთეთ, გავსტილეთ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ სექციები არ გვაქვს, ჯერ მხოლოდ ჰედერს ვაკეთებთ, ხო? კი, ჯერჯერობით მხოლოდ ჰედერს ვაკეთებთ. იდეაში ახლა ამას რასაც გავაკეთებთ, შევინახავთ და იდეაში შეგვიძლია რომ შემდეგ უკვე მივყვეთ და აი ეს მთლიანი საიტის ის გავიმეორებთ. აქ JavaScript-ის კოდიც არის ინტეგრირებული იქიდან გამომდინარე რომ აუდიო იცით რა მაინტერესებს? აი მაგალითად რაღაცა რომ გადივდივართ, ახლა about-ში რომ შევიდეთ. შემდეგ ისიც უნდა გავაკეთოთ, ანუ იმის დიზაინი. about-ში რომ გადმოვიდეთ და ეს რა. აი ესეც. იდეაში ამის გაკეთება ჩვენ ახლა არ გვჭირდება. და ზოგადად ზოგადად როდესაც საიტს ვაკეთებთ კი რა თქმა უნდა ყველა სექცია რაც გვექნება ყველა გვერდი რაც გვექნება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხო აი ამის გაკეთებას ახლა თუ დააკვირდებით ახლა ნახეთ აი ეს ჰედერი და ფუთერი არ შეცვლილა ეს იდეაში აი ეს ფორმიც ფუთერში გადის რატომღაც არა მაგადის უბრალოდ აღრჩევ ხო ანუ იცით როგორი ვარიანტია ახლა ანუ მარტო ეს შიდა ნაწილი იცვლება ეს შიდა ნაწილი ჰედერი და ფუთერის და აი ეს ფორმი როგორ მეინში შევა ხო მესენი about-ში რაც არის კი ჩვენ მიზანი იქნება რომ მეინი შეიცვალოს მარტო და ჰედერი და ფუთერი დარჩეს აი ამას ყველაზე კარგად Angular-ზე ვისწავლით აი ესეთი სტრუქტურების გაკეთებას იმიტომ რომ Angular-ის არის ძალიან მაგარი ინსტრუმენტი ერთგვერდიანი აპლიკაციებისთვის. ესე გონი რატომღაც გონია რომ Angular-ზე არის გაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან გვაქვს Angular-ის სტრუქტურას. აქ შეხედეთ ამის სტრუქტურას როგორ არის შეხედეთ main-ია, შიგნით div-ია, აქ header-ია. ჩემთან ცოტა ბუნდა უნდა ჩანს. კი, ჩემთანაც. ცოტა თუდი ხარისხით არის. ჩემი გამოსახულება? ხო, ეხლა მგონი გასწორდა. კი, გასწორდა. რამდენი დივია? ბაიდიაში უკეთ უნდა იყოს.
კი, უკეთესი. აი აქ მაგალითად ფუთერი, ხო, აი აქ ეხლა ეს ყველაფერი იმიტომ მუშაობს აქ, რომ JavaScript-ის კოდიც არის ინტეგრირებული. ეხლა ეს საიტი ერთი ადამიანის აწყობილია? სავარაუდოდ ერთის. თუმცა ეს არ არის რაღაც დიდი საიტი, აი ამ საიტის აწყობას დაახლოებით აი საშუალოდ თუ წერე, საშუალო სისწრაფით, არსად თუ არ იჩქარე, 60 საათში დაწერე. ესეც საიტს. 60 საათში? კი. ან კარგად უნდა იცოდე, ან ყველაფერი ესე რომ მიუყვე ხა. აი მე მაგალითად რო არ ამეხსნა და ისე დამეწერა. დაახლოებით ამ ჰედერის გაკეთებაზე დამჭირდებოდა. ანუ მთლიანად ვიძახე, ანუ რო შედიხარ და გადადიხარ სხვადასხვა. დიდი არაფერი არ არის. გონია რაღაც თვეების ამბავი და არა. ანუ თუ იმ შემთხვევაში იქნება როგორ? თუ კარგად იცი და ძებნა არ დაგწირდა რაღაცების მარტივი. კი. ჩაულებრივად რომ მეუყვები, ანუ გაუჩერებლად რო წე, არაფერი რო არ გაფერხებს, ძალიან მალე გააკეთე. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ აი სტატიკური ელემენტები იქნება რა, ანუ JavaScript-ის კოდის დაწერა თუ არ ჭირდება და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში აი ნახეთ, აი მაგალითად აი აქ შეიძლება ეს ყველაფერი მე ხელით გავაკეთო ეს ფოტო, ეს ტექსტი, ეს სათაური უпростоრად ეს ტექსტი, ყველაფერი მე შეიძლება ესეთი რაღაც გავაკეთო, რომ მოვნიშნო, რომ მაგალითად ეს უნდა იყოს აქ, ეს უნდა იყოს აქ, ეს უნდა იყოს აქ, სერვერიდან წამოვიღო მონაცემები და შემდეგ უკვე თავისით დავაგდეს ეს ყველაფერი. ესეთი რაღაც თუ არ გჭირდება, მაშინ ძალიან მალე გაკეთდება საიტი. კარგი, მოდი, გადმოვიდეთ გასტილვაზე. segment space-ია. მოვიდეთ გასტილვაზე და დავიწყოთ პირველ რიგში. მოდი შევხედოთ როგორ არის ჩვენი სტრუქტურა. აი აქ თუ დააკვირდებთ, აი აქ არის წერტილები ყველა ლის აქვს ესეთი წერტილი. როგორ გაუთიშოთ? მე სკოლის ხო თუ ვერ მივხვდით. აი, ახალ მახსოვს როგორ ითიშება. ხო, ეს იდეაში რომ გავუთიშოთ, მაშინ უნდა მივმართოთ rules და უნდა უთხრათ, რომ list style, ანუ ლისტის ტიპი უნდა იყოს none. ანუ არ უნდა ქონდეს არანაირი სტილი არ გჭირდება. ხაზები გავუკრე. კარგი. მე იდეაში გითხარით, რომ header-ინერი, ჩვენი header-ინერი ძირითად შემთხვევაში ხდება flex-ი. არც ამ შემთხვევაში არ იქნება გამონაკლისი და header-ინერს მივცეთ flex. იმას აქვს მნიშვნელობა პირველს, რომელს გავაკეთებთ, მაგალითად header-ინერს, ხო? იდეაში ანუ ვიკითობის დაცვით აქვს. აი მაგალითად HTML-ში რა თანმიმდევრობითაც ვიწერია, იმ თანმიმდევრობით უნდა გავსწავლოთ ყოველთვის, იმიტომ რომ მე შეიძლება აი აქ headers მივცე რაღაც სტილი ზემოთ და მე ქვემოთ header-ინერს. შეიძლება რაღაც ვარიანტში იკამათონ ამ ორმა სტილებმა. ამიტომაც ჯობია რომ აი როგორც აი აქ ვიწერია, მაგალითად პირველი header-ი გავსწავლოთ, მერე კონტეინერი, ლოგიკის მიხედვით კონტეინერი უნდა იყოს, მაგრამ კონტეინერი ყოველთვის ანუ იცით როგორ იწერება? ჯერ ვწერთ განულება, სადაც სტილებს ვანულებთ. მაგალითად merge-ული, padding-ული, box sizing, border box-ი, ყველა text როდესაც მიმართავთ, შემდეგ გავსტილავთ a-text, გავსტილავთ რandom სტილებს გაუთიშავთ. Text decorations, ანუ underlines გაუთიშავთ და first მივცემთ. მერე uls მივცემთ რაღაც uls გაუთიშავთ სტილებს და შემდეგ უკვე ვიწყებთ კონტეინერით. კონტეინერს უნდა მივცეთ სტილები, იმიტომ რომ კონტეინერს ერთხელ რომ შევქმნით, შემდეგ უკვე აღარ დაგჭირდება კონტეინერთან მობრუნება. და შემდეგ უკვე დავიწყებთ ჩვეულებრივად თანმიმდევრობით header-ი, header-ინერი, header title-ი, header navigation, რომელიც უფრო პირველი იქნება, იმას გავსწავლავთ პირველს.
თან არც ჩვენ არ დავიკარგებით ამ სტილებში. ხო. იმიტომ რომ შეიძლება არეულად დავწეროთ და მე 1 საათი ვეძებოთ სად რა იყო. ამიტომაც ჯობია რომ ისევე თანმიმდევრობა დავიცვათ. headers ვიმართეთ ახლა ჩვენ CSS მხრიდან და შეგვიძლია უკვე მივცეთ display flexi. მოდი ვნახოთ ახლა რა მივიღეთ ეს James Consulting-ი და H1 და ნავიგაცია განლაგდნენ. სხვა ხაზზე და შეგვიძლია ახლა მივცეთ justify content. justify content-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავანაწილოთ კუთხეებში ორივე ელემენტი space between-ი გამოვიყენოთ, ანუ სივრცეები ერთმანეთს შორის, ეს მაქსიმალურად მარცხენა კუთხეში წამოვა, ეს მაქსიმალურად მარჯვენა კუთხეში. ხო, მაგრამ კონტეინერის ზომა მგონი ეს 1200 პიქსელი რაღაც ცოტა არის, მოდი ცოტა გავზრდი 1400 პიქსელამდე. ხო, რომ მეტი სივრცე იყოს შიგნით. და ეხლა იდეაში მოდი ეს ულიც ქვემოთ ჩამოვიყვანოთ. ანუ მოდი პირველ რიგში ვნახოთ რომ გვაქვს ნავიგაციის თეგი header navigation კლასი. ამ header navigation-ს მივმართავთ ანუ ამ ნავს და ვეუბნებით რომ შიგნით არის ესეთი თეგი ული ანუ გამოტოვება space-ი უნდა იყოს აქ და დავწეროთ ული და უთხრათ ახლა რომ display ამას ექნება flexi. იქიდან გამომდინარე, რომ ისევ ერთ ხაზზე განვალაგოთ ეს ელემენტი. ეხლა ერთმანეთში მინდა რომ რაღაც სივრცეები ქონდეს ამ ლიებს. როგორ გავაკეთებ? merge-ი მივცეთ. merge-ით თუ padding-ით. იდეაში merge-ით შეიძლება, მაგრამ აი რადგან flex-თან ვუშავთ, აი flex-ის ელემენტი რო გამოვიყენოთ. space between and space around. არა, აი justify content-ი არ გვინდა ამას. flex wrap-ი? არა, flex wrap-იც არა. gap-ი. gap-ი კი ბატონო გიორგი. გადმოვიდეთ და მივცეთ gap-ი. მაგალითად 20 პიქსელი. აუ, ერთი კითხვა. gap-ი. როგორ? ერთი კითხვა. ხო. ანუ ეხლა თქვენ კონტეინერს სიგანე ხო დაუგზავნეთ ვით. ხო. იმიტომ რომ თითქოს ძალიან ცოტა იყო. მაგას აი ხა მე მაგალითად ძირითადად ლეპტოპზე როცა ვუშავ. ხო, შენთვის პატარა იქნება. ხო, სულ 1200 ან 1100 რაღაცას ვიღებ ხოლმე კონტეინერისთვის და დესკტოპით რო გახსნა ძალიან პატარა გამოდის და ანუ ეგ როგორ განსაზღვროთ რომელი რეზოლუციისთვის იდეაში 1000 ან ისეთი საშუალება ხო არ არის რომ მოარგოს თვითონ რა ეკრანი თუ დიდზე იხსნის უფრო გაწელოს თუნდაც როგორ არის კეთეთ ახლა მაგაზე ზუსტად ზოგადად აი როგორც უკვე ვთქვი 1200 პიქსელი თავიდან იმიტომ დავწერე მე რომ ყველაზე ოპტიმალური ზომა 1200 პიქსელი ყოველთვის ყველაზე ოპტიმალური ზომა არის 1200 პიქსელი მაგრამ მე საიტზე უნდა ვიყო ყოველთვის აქ დამოკიდებული შეგვიძლია აი ძალიან მალე განახებთ კალკს ანუ ზოგადად არსებობს ესეთი რაღაც width 100 vw რაც ნიშნავს იმას რომ 100 viewport width არის ანუ მთლიანი ეკრანის სიგანი viewport width სადაც გახსნა მთლიანი ეკრანის სიგანეს დაიკავებს ხო რა თქმა უნდა მთლიანი ეკრანის სიგანის და ის არ გვაწყობს მთლიანი ეკრანის სიგანე რომ დაიკავოს შეგვიძლია მივცეთ მაგალითად 90 viewport width რაც იმას ნიშნავს რომ 10%-ით იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე ჩვენი საიტი იქნებოდა და შეგვიძლია აი აქ დავუწეროთ კიდევ max width ამაზეც დაწვრილებით ვისაუბრებ რაც ჩვენ კონტეინერს მიცემს საშუალებას რომ ხან გაიზარდოს ხან დაპატარავდეს ეკრანის ზომიდან გამომდინარე ამას responsive design-ზე რო გადავალთ responsive ხო რა responsive design-ზე როდესაც გადავალთ აი მანდ უფრო კარგად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე ისე როგორ გავაკეთოთ რომ მაგალითად ახლა მე რომ რაღაც სტრუქტურას ავაწყობ ყველა ზომის მოწყობილობას მოერგოს შეიძლება იყოს ეს ტელეფონი, პლანშეტი, ძალიან დიდი ეკრანი, ძალიან პატარა ეკრანი
და მაქედან გამომდინარე უკვე ვივარჯიშებთ აი ესეთ სიტუაციებს. მოდი, რადგან ზოგისთვის დიდია, ზოგისთვის პატარა, დავუტოვოთ 90 VW, ანუ viewport ready, თუნდაც 100 VW არის თლიანი ეკრანის სიგანე, 90, რა თქმა უნდა, 10% იმაზე პატარა. აი, როგორც Haiti იყო 100 VH თუ გახსოვთ. ეხლა მაგალითად header inner-ში ჩვენ რა თქმა უნდა header inner-ს მივმართეთ და გავანაწილეთ ეს ელემენტები გვერდ-გვერდ, მაგრამ მე მინდა რომ ეს ელემენტები მოხვდნენ ცენტრში. როგორც ამოვიყვანო ეხლა ეს ელემენტები ცენტრში. უკვე align items. კი ბატონო, align items-ი. უთხრათ align items-ი და უთხრათ ცენტრი. მაგრამ აქ შევხვდებით ახლა ერთ პრობლემას. რეალურად დაუწერეთ align items ცენტრი, მაგრამ ჩვენი ელემენტები მაინც ისე ვიგდანან, სადაც დავალებაშიც მქონდა ესეთი შემთხვევა, ვერ მივხვდი რა იყო. ხო, ეს არის იცის ბრალი. ზოგადად inspect ელემენტი რომ გავხსნათ და გავხსნათ body tag-ი header-ზე რომ მივიტანე, აი როგორც ხედავთ header-ის მთლიანად header-ის ზომა რაც არის ის გაცისფერდა და მივიტანოთ კონტეინერთან და ვნახოთ კონტეინერის ზომა. თუ დააკვირდებით ახლა კონტეინერი ჩვენ ტიპის ზომა არის აი მხოლოდ ის ნაწილი რაც არის აი ცისფრად გაფერადებული ასე. ანუ კონტეინერი არიკავებს სიმაღლის 100%-ს. რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენი ტექსტის სივრცე, აი ამ ყოველფრის სივრცე, არის აი მხოლოდ ეს ნაწილი. ამიტომ კონტეინერს უნდა მოვცეთ რაღაცა. კი ბატონო. ჩვენ გადმოვთ კონტეინერთან და ვეთქვით, რომ Haiti ანუ სიმაღლე ყოველთვის ექნება 100%. ანუ ყოველთვის დაიკავებს მთლიანი მშობლის სიგრძეს. ანუ მშობელი რამ სიგრძეც იქნება, იმ სიგრძე იქნება კონტეინერი. ეხლა თუ დააკვირდებით, კონტეინერმა დაიკავა Haiti 100%. ეხლა გავხსნი ამ კონტეინერს, მაინც არ წამოვიდა ცენტრში. ნახეთ რატო? იმიტომ რომ კონტეინერმა რადგან ავტომატურად არ დაიკავა 100% Haiti. სამოცად header inner-იც არ დაიკავა. რომელსაც display flex-ი აქვს მიცემული. მიტომაც ჩვენ header inner-საც მივცეთ Haiti 100%. header inner-ი სად არის? გადმოვიდეთ Haiti 100%. მოდი with და Haiti ერთად დავუწერ. Haiti 100% მივცეთ და მოდი გადმოვიდეთ და ვნახოთ რომ ახლა ჩვენი H1 და ნავიგაცია ჩამოვიდნენ ცენტრში. ხო, ეხლა ამასთან ერთად მინდა რომ ეს ლოგინი გადმოუშვა მარჯვნივ და ეს ტექსტი იყოს ცოტა მარცხნივ. როგორ უნდა გავაკეთო, რამე იდეა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? აი, სტრუქტურა შევხედეთ. Containers უნდა უთხრათ justify content-ით space between-ი ან რაღაც თქოს. არა, კონტეინერს აღარ მიმართავთ ჩვენ. კონტეინერს ჩვენ დავანებთ თავი უკვე, იმიტომ რომ კონტეინერთან ნახეთ რამდენად შორს არის, ანუ ჯერ ეს დივი გვაქვს რა. ამ დივის და ამ დივის პირველი მშობელი არის ჯერ ნავი, მერე header inner-ი და მერე უკვე ბოლოს კონტეინერი. მაშინ ნავს უნდა მივცეთ display flex. კი ბატონო, უბრალოდ ამათ უშუალო მშობელს. ამ divis და ulis უშუალო მშობელს უნდა მივცეთ display flex-ი header navigation-ს. დავაკოპირებ ახლა აი header inner-ის ქვემოთ. მიმართავ. და ვეთქვი რომ ექნება display. უკვე გვა. ის ულზე გვაქვს პრინციპში. ის ულზე გვაქვს მიცემული, ამიტომაც ეს ამას აღარ ეხება. ეხლა მოდი ვნახოთ. მშვენიერი ლოგინის გვერდზე ამოუდგა. შეგვიძლია ეხლა აქაც gap-ი მივცეთ. მაგალითად 80 პიქსელი, ცოტა წერო დავაშალოთ.
არა, ძალიან ბევრია 80. აქ მიცეთ 60 პიქსელი და აი აქ გავუძდი 25 პიქსელით ულებს შორის დაშორებას, ხო? მივიღეთ რაღაც თემ. იდეაში მგონი ყველაფერი არის გაკეთებული, აი ამ აიკონის გარდა. ისე თუ დააკვირდებით, მარტო მეჩვენება თუ აი ეს არ არის გაცენტრილი საიტი. ახაც ქვემოთ უფრო მეტი სივრცეა ვიდრე ზემოთ. სნაირად ესე ჩანს. რაღაცა მესები რა ხედავ. ესე ჩანს. გეფირო 60 მივეცით, მე 25 რა დავამატეთ. ულში. ულთან 20-ის მაგალითად 25 მივეცით. პატარა მატა. არა, ხო, ეხა იდეა შეგვიძლია უბრალოდ აი აქ ერთი წრე გავუკეთოთ ლოგინს. ანუ TV box შექმნილი სპეციალურად ავტორიზაციის ლოგო, ეს გავაკეთე აუს ლოგო. შეგვიძლია ეს TV დავაკოპიროთ. მოვიდეთ CSS-ში. მიმართოთ აუს ლოგოს, მივცეთ რაღაც ვიდი, პატარა 40 პიქსელი მაგალითად. ეიქიც 40 პიქსელი background color-ი მოდი იყოს თეთრი უბრალოდ. ფები. ხო, იდეა შეჯერებით ეს თი უცნაური რაღაც მივიღეთ 40 ბევრი არის. უცი იყოს. ხო, შენიერი. ეხლა ამათ მშობელსაც, ამათი მშობელი არის aus. იცით როგორ გავაკეთოთ? inner header aus. header აუცილებელია მაინც რომ დავიცვათ სტრუქტურა. header დავწერე header. header-ის ავტორიზაცია. მივმართოთ header-ის ავტორიზაციას და ამასაც მივცეთ display flex. ეხლა შეგვიძლია ეს მოვამრგვალოთ border radius-ის საშუალებით. მაგალითად დავუწეროთ 100% დამრგვალება. და მივცეთ ეხლა ამ ორ ელემენტს შორის ასევე გაფი. პიქსელი. ხო, მათ გვია 20 პიქსელი. შენი აი მივიღეთ რაღაც ესეთი. ამი გაქვს, ხო? ერთი ფონტებით განსხვავდება. ეში აი ეს აქ Wix-ი რა თქმა უნდა საინტერესო. აი აქაც შეგვიძლია ტელეფონის ვარიანტზეც ვნახოთ ტელეფონში როგორ იქნება. ბურგერ მენიუ გვიხსნება. ამ ბურგერ მენიუს განახებთ HTML, CSS-იც არის შესაძლებელი ამის გაკეთება სხვათა შორის. და ამასაც ვისწავლით. ხო, იდეაში headers მოვჭით. header-ი ფაილებზე რომ გადახვიდეთ 2 წუთი რა რაღაცები გამოიჩა და კი ბატონო, აბა. ვიღა დაგეხმაროთ. არა, ვიზავ ჩემი და კი ბატონო. ხო. header-ის დავამთავრეთ. აქ ისე რამე გაუგებარი მომენტი ხო არ გაქვთ სადმე რამე, აი მაგალითად რო ვერხვდებით, აი სად რა სტილი მივეცი, რატომ მივეცი. ესეთი მომენტი ხო არ შეგვდათ. მაშინ იდეაში შეგვიძლია გადავიდეთ პოზიციონირებაზე. პოზიციონირების საშუალებით შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ ზედმეტად საინტერესო რაღაცეები. ანუ ეს ტელეფონის და კომპიუტერის ანუ სად როგორი იხსნება, რომელში როგორი იხსნება, ეგ როგორ უნდა გადავამოწმოთ. აქ Wix-ზე თუ ზოგადად? ზოგადად. ზოგადად ჩვენ როდესაც დიზაინი გვექნება მოცემული, რომლიდან გამომდინარე უნდა ავაწყოთ საიტი, აუცილებლად უნდა გქონდეს ტელეფონის ვერსიაც.
ანუ მაგალითად DarkBricks-ზე ახლა ყველა პროექტს აქვს მოყოლებული, ესეთი გადამრთველი აქვს, ჩვენ Figma-ს ვისწავლით. Figma დიზაინის აპლიკაცია, პროგრამა, რომელშიც შეგვიძლია დიზაინი ნახოთ ყველა, აი შრიფტის ზომა, კონტეინერის ზომა, რაფერი ტექსტი არის ზუსტად, რაფერი როგორი სტილის ტექსტი არის გამოყენებული და ტელეფონის ვერსია ცალკე არ იქნება, ხო? ტელეფონის ვერსია ჩვენ აქვე გვექნება გაკეთებული, ანუ პირობითად მე მაგალითად უცბად განახილე ხა ეს რაღაც. შემიძლია რომ პირველ რიგში ეს აკეთდება მედია ქვერების საშუალებით. Maxwell მაგალითად დაუწერო Maxwell-ი პირველ რიგში წელს ხდის ჩვენს კონტეინერს, რაც საშუალებას გვაძლევს აი ეს ნახეთ. ერთმანეთს შევუერთოთ და მაგალითად აი ჩვენ გვაქვს ახლა ეკრანის ზომა, აი აქ აწერი, თუ დააკვირდებით. 1000 პიქსელი როდესაც გაგვიხდება, აი ნახოთ ზუსტად. აი 1000 პიქსელი. შემიძლია ახლა უთხრა საიტს რომ 1000 პიქსელი როდესაც გახდება საიტის სიგანე, აი ეს ნავიგაცია შეიცვალოს მაგალითად. ან აიშალოს ზოგადად. შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო, მაგალითად ამას კლასი მივცე nan დამატებითი კლასი აქ დავწერე, დამატებითი კლასი nani და შემიძლია ესეთი რაღაც უთხრა. ამას შემდეგ ვისწავლით media query-ები არის, media, სადაც წერთ Maxwell. ანუ წერთ სიგანეს, როდესაც რაღაც უნდა მოხდეს, მე ვეუბნები რომ 1000 პიქსელზე კლასი ელემენტი რომელსაც აქვს nan. აი აქ ხოდ მივეცი კლასი nan. ეს ესეთი რაღაც როგორც არის, ხო შეგვიძლია დავუწყოთ display block-ი, flex-ი. ასევე არსებობს display nan. ანუ display ეთიშება, ან ელემენტი თვითონ საერთოდ იშლება. აღარაფერი აღარ იქნება, აღარც ზომა, აღარც ტონა და საერთოდ გაკ და მაგალითად ახლა როდესაც ჩვენი ეკრანის ზომა გახდება 1000 პიქსელი, ნახეთ. ჩვენი ნავიგაცია გაქვს. ახლა ასევე შეგვიძლია აქ რაღაც ესეთი გქონდეს. აი ნავიგაციის ქვემოთ პირობითად გათვალისწინებული, მაგალითად ბურგერი, ზოგადად ბურგერ მენიუს ეძახიან იმ სამხას და ჩავთვალოთ რომ ნუ ახლა მაგის კეთებას არ დავიწყებ საკეთ რომ ამას გქონდეს ესეთი რაღაც. თავიდან ბურგერს აი რო გავშალოს, თავიდანაც იქნება ეს ბურგერი. თავიდანვე ექვექნება სადმე გათიშული. ჩვენ ბურგერი. ექნება display nani. ან თავიდან ეს არ იქნება, ესეთი რაღაც იქნება. და ვეტყვი რომ 1000 პიქსელი როდესაც გახდება ეკრანი, ბურგერმა დაიბრუნოს ის რაც ქონდა დისპლეიში. display block შემთხვევაში. და ახლა ეკრანი როდესაც დაპატარავდება, გამოვა ეს. ესეთი რაღაც, სადაც გვექნება უკვე აი ეს ამის მაგალითი პირობითად. ეკრანი როდესაც დაპატარავდება, ეს მენიუ გარდაიქცევა. და მე ამ ტექსტის მაგივრად მაგას გავაკეთებ უკვე რა. მე შეგვიძლია რომ პირობითად ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაც შეგვიძლია აი მაგალითად ისევე media დავწერო. Maxwell-ი დავუწერო და უთხრა რომ მაგალითად 500 პიქსელზე ჩვენი H1-ში, H1 რაც გვაქვს, იმის font size-ი გახდეს მაგალითად 18 პიქსელი. აი დააკვირდებით, აი ჩვენი ტექსტი დიდია, დავიწყებთ დაპატარებას 500 პიქსელამდე ჩამოვა და ჩვენი ტექსტი დაპატარავდება. ხო, აქედან გამომდინარე უკვე გავაკეთებთ ტელეფონზე ადაპტირებას ჩვენი საიტის აპლიკაციას მოვახდენთ ამას დაწვრილებით ყველაფერს განვიხილავთ რეალურად აი ეს ყველაფერი ძალიან მარტივი არის ძალიან მარტივად კეთდება და მაგალითად ვარჩევთ ამბურგერს წავშლი ისევე დავუბრუნო ყველაფერს თავის ადგილას ალბომით ისევე იგივე ადგილზე და აი აქ მაქსსაც წავუშვი. ხო, თან დააკვირთ აი წეგან მაქსვიზი რომ მქონდა ეკრანზე აი ეს ყველაფერი ხომ მომყვებოდა, მაგრამ მაქსვიზი როდესაც არ მაქვს. 90 VW მაქვს ხო მაგ შემთხვევაში. აი მაგალითად აი აქ კონკრეტული ზომა პიქსელები რომ მქონდეს, მაგალითად 1200 პიქსელი. ნახეთ რა სიზავდა საიტი. მე რომ დაპატარავებას დავიწყებდი, ხედავთ?
აირეოდა რა აქვს სკროლი შემექნებოდა რომ ეს რაღაც მოხდა რაც ძალიან არ არის მოსახერხებელი შეგვიძლია აქ max width დაუწეროთ ისევე იგივე ვარიანტი შეგვიძლია ეს უცბად სწრაფი გადახვევა კონდა და იდეაში შეგვიძლია პოზიციონირება დავუწყოთ. იდეაში ამისთვის ცალკე ფოლდერს გამოვიყენებ ახლა. CD-რის სტრუქტურა რო არ დავარგვით, ეს შევინახოთ და მერე შემდეგ აკვეთილზე გავაგრძელოთ უკვე ეს დავამახსოვრ. და შემდეგ ლექციაზე გავაგრძელოთ, ნახოთ კიდევ შეგვიძლია აი ეს ნაწილი გავაკეთოთ. ეს მაგალითად ეს გავაკეთოთ და პოზიციონირებას დაგვეხმარება. შევქმნი ახლა ახალ ფოლდერს. პოზ დავარქვა შემოკლებით, მოდი ამას სახალ შევქმნი პოზიციონირება. აღარ უჭირდება ამის სახელად, ამას დავარქვათ მაგალითად header-ი. და პოზიციონირებისთვის ცალკე ფოლდერი ავიღოთ, შევქმნით index. ML style წერტილი CSS-ი სტანდარტული სტრუქტურა link tag-ი განულება marginally padding sizing border box-ი და იდეაში მზად არის ყველაფერი. თქვენს თუ გჭირდებათ დრო დაგეულდებით. ვარა შეგვიძლია მაშინ პირდაპირ დავიწყოთ. ესე იგი არავის გჭირდებათ დაულდება? თუ დავიწყოთ მაშინ. ეხლა პოზიციონირებისთვის ჩვენ დაგვჭირდება ესეთი საინტერესო რაღაც მაგალითად თავიდან შევქმნათ რამე divი კლასით მაგალითად და შიგნით შევქმნათ სამი divი კლასით ბლოკი main-ი დამხურავ divში გვაქვს სამი divი კლასით ბლოკი აქ დამატებით ბლოკებს მივცემ დამატებით კლასებს B1-ს, B2-ს და B3-ს. აქ ჩავწეროთ მაგალითად ეს რაღაც ბლოკ 1 ბლოკ 2 და ბლოკ 3. ეს რაღაც გავაკეთეთ ახლა და აქედან გამომდინარე შეგვიძლია უკვე უწყოთ პარჯიში. ესე დამატებით რაც არის გავუშვებთ. შნურია. მოდი ამას ესე გავაკეთებ, რომ ორივე ნაწილი ჩანდეს, რადგან სტრუქტურა არ გვჭირდება. და main-ს მივცემ რაღაც კონკრეტულ ზომებს. width იყოს მაგალითად 800 პიქსელი, margin-ი auto მივცეთ და უბრალოდ borders მივცემ. 1 პიქსელი solid red მაგალითად. ჯერჯერობით ეს რაღაც მივიღეთ და height მივცემ 100 VH-ს. 100 VH-ი შეგახსენებთ, რომ არის მთლიანი ეკრანის სიმაღლე. ყველა ეკრანზე ყველას ეკრანის სხვადასხვა ზომა აქვს, ამიტომაც 100 VH-ი იქნება ყველას ეკრანისთვის ერთი და იგივე ზომა. მთლიანი ეკრანის სიმაღლე. მოდი იდეაში ბორდერის მაგივრად ჯობია მგონი რომ background color-ი მივცეთ. background color range მაგალითად რომ უფრო კარგად გავარჩიოთ ყველაფერი. ხო. ეხლა მაგალითად B1 ზოგადად ბლოკს მივცემ. height 50 pixels 20 pixels და მივცეთ დანარჩენებს სხვადასხვა ფერი B კლასებში. მოდით როგორ ვქნათ, პირველ B პირველს არ მივცემ ფერს. უბრალოდ ბლოკს დავუწერ.
background colors მაგალითად blues და რა თქმა უნდა პირველს მიეცემა ყველას მიეცემა ეხლა blue მაგრამ B2-ს და B3-ს გადავაწერ ფერებს მაგალითად background color-ი ეს კონდეს ყანე და background color-ი ამას კონდეს yellow ხო მივიღეთ ესეთი რაღაც და blocks უბრალოდ მივცემ display flex align items centers და justify content centers უბრალოდ ამ ყველაფერს იმიტომ უწერ რომ ეხლა colors-ას დაუწერ უცბად დაუწერ სტილებს და დაგავდებით თქვენს რომ გადაიწეროთ არაფერი განსაკუთრებული არა მოდი შავი კაი თეთრი არ გვინდა და font size-ი 22 პიქსელი იძლევა ცოტა დიდი რო გავხადოთ ტექსტი ხო ეხლა იდეაში ეს სტილები display flex align items და justify content ყველაფერი ეს იმიტომ დავწერე რომ უბრალოდ ცენტრში მოვახდინო ტექსტი ეს არაფერზე გავლენას არ იქონიებს ეხლა რას გავაკეთებთ იქ არაფერი შუაში არ იქნება display flex უბრალოდ ეგ კონდეთ გათვალისწინებული წინას პოზიციონირება ძალიან ცალკეული თემა ამიტომაც flex-ები აქ არაფერი შუაში არ იქნება დაწერეთ ჯერ არა პოზიციონერების საშუალებით შეგვიძლია ძალიან საინტერესო მოქმედებები შევასრულოთ ბლოკი ვამოძრავოთ როგორც გვინდა სადაც გვინდა იქ წავიყვანოთ როგორც გვინდა იქ წავიყვანოთ რანაირადაც გვინდა ისეთ მოქმედებაში მოვაქციოთ ძალიან ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა გვაქვს ოღონდ იცოდეთ რა რომ პოზიციონირებასთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ძალიან ისეთი ინსტრუმენტია საშიში ადაპტაციისთვის შემდეგ საიტის ტელეფონზე ადაპტაციისთვის სხვა მოწყობილობებზე ადაპტაციისთვის რომელზეც შეიძლება შენ რაღაც გააკეთო და ის მაშინ დარჩება ფიქსირებული მაგის შესვლა შემდეგ გახდება ძალიან რთული ამიტომაც კონკრეტულ სიტუაციებს გეტყვით რა სიტუაციებში შეგვიძლია აი ეს პოზიციონირება გამოვიყენოთ და ბერც რატო არ მივეცით ფერი იცი რატო ნახე B1-ისთვის სალკე რო არ დამეწერა მაგრამ ნახეთ blocks ანუ ყველა divs მივეცი background color-ი blue შემდეგ უკვე B2-ს და B3-ს გადავაწერე ფერი და სამისად B1-ს დარჩა უკვე ფერი ლურჯი ბატონო სხვები ხო არ წერენ? ხო ვიცი ბატონო კარგი თუ არ ამწერთ მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ელდავაქნია შემთხვევით კარგი ეხლა შეხედეთ პირველ რიგში პოზიციონირება რომ გამოვიყენოთ ისთვის საჭიროა რომ რამე ელემენტს დავუწეროთ position მაგალითად იდეაში B პირველზეც დაგვჭირდება სტილის მიცემა ამიტომაც მოდი background color-ს გადმოვიდა რამე რო არ აგვერიოს მოდი და B პირველს მიმართავ ანუ პირველ divs და მივცემ ესეც სტილს როგორც არის position და პირველი რაც უნდა განვიხილოთ ეს არის relative პოზიციონირებასთან მონათესავე ელემენტი ანუ B პირველი გავხადეთ ელემენტი რომელსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ პოზიციონი რას ნიშნავს შეგვიძლია გამოვიყენოთ პოზიციონირება პირობითად ჩვენი ელემენტები შეგვიძლია მართოთ სხვადასხვა წერტილში მაგალითად მე შემიძლია დავწერო left ხეთ left-ი 100 პიქსელი და რომ გადმოვიდეთ ნახოთ თუ დააკვირდებით ჩვენი ბლოკი პირველი მარცხნიდან იკეთებს 100 პიქსელს დაშორებას თან მერჯინების განსხვავებით აი აქ ცარიელ სივრცეს არ ტოვებს
თავის სივრციდან გამომდინარე წავიდა. თავის სივრცე გაიყოლა, წავიდა. აი აქ ამ კუთხეში რეალურად ეხლა არანაირი მერჯინის სივრცე არ არის. მე მაგალითად ასევე შემიძლია დააკვირდეთ რაღაცას, დავუწერო ტოპი და ტოპიდან გამომდინარე უკან ზემოდან შექმნის რაღაც დაშორებას და ქვემოთ წამოვა. მაგალითად აქაც დავუწეროთ 100 პიქსელი და ვნახოთ რა მოხდება. თუ დააკვირდებით, აი ამ მეორე და მესამე ბლოკს ზემოდან გადავიდა ეს ბლოკ პირველი. ანუ რატო გეუბნებოდით, რომ საშიში ინსტრუმენტი არის, სახიფათო. შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც არსებობს ბევრი სიტუაცია, სადაც შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, რაც ვეღარ გამოვასწოროთ. აი მაგალითად ამ შემთხვევაში ახლა ჩვენი ბლოკ პირველი ფარავს ჩვენ ორ ელემენტს. ხო, რაც შეიძლება გვაწყობდეს, შეიძლება არ გვაწყობდეს. გააჩნია სიტუაციას. ხო. თუ დააკვირდით, ანუ რეალურად ახლა ქვემოთ წამოვიდა, მაგრამ სხვა ელემენტი არ შეავიწროვა, არ გაწია, არ მიწია, არ მოწია. უბრალოდ პოზიციონერების მომაცავ ელემენტი როდესაც გახდა, ანუ position relative როდესაც მიიღო ამ ელემენტმა ეს ელემენტი გახდა მოძრავი და მით უმეტეს ეს თავისი ზომები კი აქვს, ახლა მე შემიძლია width და height-ი გავუზარდო, მაგალითად height-ი 100 პიქსელი, 10 პიქსელი მისცერთ და ჩვეულებრივად იმუშავებს, მაგრამ ესე კონკრეტულად რომ ვიღაცას მიწიოს, მოწიოს, აი როგორც მერჯინის შემთხვევაში ხდება. ესე არ იქნება. რეალურად ახლა ჩვენთვის საიტისთვის უბრალოდ ეს ჩვენთვის ახლა ეს ბლოკი აქ არის, აქ იმყოფება, მაგრამ რეალურად საიტისთვის ეს ბლოკი აქ არის. აქ იმყოფება, უბრალოდ ამისი ვიზუალი წავიდა სადღაც. მოძრაობს, სეინებს. ამიტომაც შეგვიძლია მართოთ. შეგვიძლია მართოთ left-ით, top-ით, right-ით და bottom-ით. მაგრამ როგორც ხვდებით, left-ს თუ დავუწერთ, მაშინ right-ი არ უნდა დავუწეროთ, top-ს თუ დავუწერთ, მაშინ bottom-ი არ უნდა დავუწეროთ. მაგალითად, ახლა left-ი მიწერი 100 პიქსელი და right-ს 100 პიქსელს დავუწერ და შესაბამისად bottom-ზეც 100 პიქსელს. ყველა მხრიდან რომ დავუწერო 100 პიქსელი, იგივე ადგილზე დარჩება, ანუ პირველი რომლებიც გვაქვს მიცემული, იმებს გაითვალისწინებს. მერე ბოლო ორი უკვე ბოლო ორს უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა. ესეთ პირიქით არ ხდება ხოლმე, ანუ რომ ბოლომ გადააწერა და ხო, კი, ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე, ახლა ლოგიკის მიხედვით რომ მივუყვეთ, ეს ახლა მარჯვნივ და ზემოთ უნდა წასულიყო. მარცხნივ და ზემოთ უბრალოდ. მაგრამ ხო, აი ესეთი საინტერესო რაღაც ხდება აი პოზიციონირებასთან დაკავშირებით. ბევრი ნიუანსი აქვს და ყველაფერი უნდა განვიხილოთ. ეს left-ი და top-ი აუცილებლად position-ი relative-ის ან რაღაც მსგავსი ქვეშ უნდა დაიწეროს, ხო? ანუ ისე რომ დაგვეწერა, ხო მოქმედება არ იქნებოდა position-ი. არანაირი რეაქცია არ იქნებოდა position-ს თუ გავუთიშავთ, ვერსად ვერ წავყვანთ. პოზიციონირების სტილებია ეს left-ი და top-ი და მაგ. მათ შორის რო background color-ი ჩავწეროთ, მათ შორის სიტყვაზე. ესე? იცი? ესე? თუ რა ზღვის? კი ბატონო. ეს ხო, არანაირი მოქმედება, ანუ იგივე შედეგი ექნება. Position relative, როგორც ხედავთ, უბრალოდ იმართება, რეალურად თავისი სივრცე დაიტოვა აქ, მაინც დაბრუნება რომ მოუწიოს, მაგრამ ვიზუალურად წავიდა სხვაგან, რაც ხელს სხვა ელემენტებს არ შეუშლის. ეს position relative იდეაში position relatives კიდე სხვა თვისება აქვს. ძირითადი თვისება რაშიც გამოვიყენებთ. ეს უბრალოდ განახეთ რა შეგვიძლია. და position relative-ის შესაძლებლობას განახებთ იმის შემდეგ, რაც განახებთ position absolute-ს. Position relative-ის მაგივრად b პირველს დავუწერ position absolute. მოდი გადმოვიდეთ ახლა b და b პირველი ვნახოთ. როგორც ხედავთ, b პირველი სად იყო? აი ახლა b მეორე დადგა პირველის ადგილას, ხო?
თუ დააკვირდებით, ამოვარდა თავისი სივრციდან ის სივრცე რაც ჰქონდა, ის სივრცე დაკარგა და მშობელი ელემენტის მარცხენა ზემოთა კუთხეში წავიდა. თან ბლოკური თვისებას დაკარგა. რეალურად ჰეითი გათვალისწინებული აქვს, მაგრამ ვიზი რადგან ჩვენ არ გვიწერია, ვიზი მიიღო იმხელა რამდენიც სჭირდება მას. მე შემიძლია ახლა ვიზი დაუწერო და მიიღებს ამ სიგანეს ჩვეულებრივად, მაგალითად ვიზი 200 პიქსელი რომ დაუწერო, სიგანეში 200 პიქსელი გახდება. მაგრამ ვიზი თუ არ გვეწერება, დაიკავებს სიგანეში იმხელა ადგილს, რაც მას სჭირდება. ანუ მოდი დავაკომენტაროთ ახლა position absolute შევხედოთ როგორ არის. ანუ აქ ხო დგას, როდესაც დაუწერ, ამ ადგილიდან ამოვარდება და ზემოთა მარჯვენა კუთხეში დაიკავებს იმხელა სივრცეს, რამხელაც სჭირდება. მოკლედ სივრცეს სხვას არ შეუშვეს, ანუ position relative-ის დროს, როდესაც ამოძრავებდით ბლოკს და არანაირი ცვლილება არ ქონდა სხვა ბლოკებს. გულისხმობ, რომ სხვა ბლოკებს არ ავიწროებდა და არ ამოძრავებდა. position absolute-ის შემთხვევაში ანალოგიური სიტუაცია. როდესაც position absolute-ს მიიღებს, დაკარგავს ყველანაირ სივრცეს, ჩათვალეთ, რომ აი მოჩვენებასავით დადის, ვერაფერს ვერ შეეხება, ვერაფერს ვერ გაწევს, ვერაფერს ვერ გამოწევს, უბრალოდ ვიზუალი იქნება, რომელიც სხვა ელემენტებთან ვერ შევა, ასე ვთქვათ, ფიზიკურ კონტაქტში. ისევე ჩავთ position absolute, ამოვარდა, წავიდა მარცხ. მაგრამ თუ დააკვირდებით თავიდანვე, როდესაც ამოვარდება, მშობელი, ისა რა ქვია, თავისი სივრციდან, მშობელი დივის ზედა მარცხენა კუთხეში მოდის. მაგრამ თქვენი აზრით, აი რა უნდა მოხდეს, მე რომ აი აქ left-ი დაუწერო 0 პიქსელი. 0 პიქსელი, 0-ს როდესაც წერთ, პიქსელები არ გვჭირდება ზოგადად. როგორ? წესით ავიცი არაფერი. რეალურად აქ მე რომ left 0 პიქსელი დაუწერო, ნახე რა საინტერესო რაღაც მოხდება. ანუ აქედან ამოვარდა, ანუ მშობლიანაც ამოვარდა და წავიდა საიტის კუთხეში. ამისთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მშობელი ამისთვის აღარ არსებობს, ამისთვის აღარ არსებობს აღარანაირი სივრცე და აი ყველანაირი ესეთი გაგები. ამოვარდა ზომიდან და წავიდა ზედა მარცხენა კუთხეში უკვე left-ი 0, top-ი 0-ზე აქ ახლა რეალურად. შეგვიძლია დაუწეროთ bottom 0 და ნახეთ რაც წამოვიდა ქვედა მარცხენა კუთხეში, ანუ left-ი 0 მიიღო, მაქსიმალურად კუთხეს მიეწება და bottom-იც 0 მაქსიმალურად ქვედა კუთხეს მიეწება. ანუ position absolute არის ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. ალბათ ხვდებით ხო, ანუ რა სიტუაციები, რა დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. ზოგადად ახლა ამისთვის არ არის არანაირი სხვა ბლოკთან ზემოქმედება, რადგან არ არსებობს. შემდეგ უკვე ადაპტაციას როდესაც დავიწყებთ, ანუ responsive-ს ეგრეთ წოდებულს, მერე მანდ აი პოზიციონირება თუ ექნება სადმე ძალიან გაგვიჭირდება აი ამასთან მუშაობა. ეხლა ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაც მიღებული, ქვედა მარცხენა კუთხეში წამოვიდა, მაგრამ მე მინდა ეხლა რომ მართო ჩვენი ბლოკი მშობლიდან გამომდინარე. ანუ მშობლის ზომებიდან გამომდინარე. მე მაგალითად top 10 პიქსელი რო დაუწერო, მე არ მჭირდება ეხლა bottom-ს წავუშვი და top-ს დაუწერ 10 პიქსელს. რეალურად ეხლა მოდი ჯერ არ დაუწერ. სად უნდა წამოვიდეს? რეალურად იდეაში აქ იქნება ოღონდ ცოტა ქვემოთ 10 პიქსელი დაიწევს, ხო? მაგას ამოვდი დიანა? კი. left რო დაუწეროთ იდეაში 100 პიქსელი, ეხლა რა თქმა უნდა მარჯვნივ წამოვა ჩვენი ბლოკი აი ამ თვითონ ეკრანის ზომიდან გამომდინარე, ხო? ეხლა top-საც ჩავთავ მაგალითად. top-ი შეგვიძლია 40 პიქსელი მივცეთ პირობითად და ეკრანის ზომიდან გამომდინარე იმის. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ისევე
მშობლის ზომიდან გამომდინარე მართოთ ჩვენი ბლოკი. ამ შემთხვევაში ჩვენი ბლოკის მშობელს უნდა დავუწეროთ position relative. B პირველის მშობელი ვინ არის? main, ხო? ამისთვის ახლა ჩვენ რომ ისევ მშობლის ზომებში დავაბრუნოთ ბლოკი, რომელსაც position absolute აქვს მიცემ. იმის მშობელს, ანუ main-ს, უნდა დავუწეროთ position relative. Position relative ძირითადად გამოიყენება ამ შემთხვევაში და შემდეგ უკვე შვილობილს ვაძლევთ position absolute და ვიწყებთ მართვას. და თუ დააკვირდებით, აი მშობლიდან გამომდინარე დაიწყო მოძრაობა. ეხლა ნულები რო დავუყენოთ ორივეგან, რა თქმა უნდა, აი აქ ისევე ზემოთა მარცხენა კუთხეში წამოვა მშობლის ზომიდან გამომდინარე. ეს არის იდეაში position absolute. ძალიან საინტერესო სიტუაციებში შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს. პირველი ის არის რომ ყველანაირ სივრცეს კარგავს, მეორე ვიღაფერთან ფიზიკურ კონტაქტშივე შედის და ძალიან კიდე ბევრი საინტერესო რაღაც. ხო, იდეაში აქ ფოტოშოპში შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე მინუს პიქსელები, მაგალითად შემიძლია -200 პიქსელი დავწერო და წამოვა მარცხნივ 200 პიქსელით. ანუ მინუს პიქსელებიდან გამომდინარე მოიქცევა საპირისპიროდ ახლა. შემიძლია ტოპ უთხრა 100 პიქსელი და სამისად ზემოთავა 100 პიქსელი. მაგალითად bottom minus 100 პიქსელი რო დავუწერო, საიწავა თქვენი აზრით. ვევიდან 100. აბა ვნახოთ. გამოჩნდა ესეც. აი ქვემოთ წავიდე. ანუ bottom-ით რეალურად ხო რო დაუფიქრდე, უკურად მაგით მიდიხარ, მაგრამ ქვემოთ რეალურად bottom 100 პიქსელი რო დავუწერო, ხო ქვემოდან ზემოთ წავა 100 პიქსელით. ჩვეულებრივად. მაგრამ რომ დავუწერო, მოდი left-ს გავუთიშო. მაგრამ bottom minus 100 პიქსელი რო დავუწერო, ესე იგი ქვემოდან ზემოთ კი არ წავა, ზემოდან ქვემოთ წავა. 100 პიქსელით ქვემოთ. თუ გვინდა მაგალითად რომ ზუსტად აი ეხლა აი ამ წერტილს რომ მივაბა მე, რა უნდა გავაკეთო აი თქვენი ეს და აი bottom-ს დავუწერ ნულს. ხეები რომ მივადო ერთმანეთს, ოღონდ აი ეს ბლოკი გარეთ რო იყოს. და ქვემოდან არის მიწევებული. მაგალითად თუ მინდა რომ ზუსტად ქვემოთ კუთხეს მიეწევოს, ან აი მაგალითად ბლოკი ისე გავიდეს გარეთ. აი ეს ბლოკი ერთი ამ მშობელს ისე გასცეს, რომ აი ზუსტად მოწებებული იყოს ამის კუთხეზე. -1. 1 რა, პიქსელი? 1 პიქსელი ძალიან ცოტა არ იქნება? left -1. ნუ ცოტათი გავიდე. ატარას. ან შეგვიძლია left-ი დავუწეროთ minus და სიგანე რამხელაც აქ იმდენი. მაგალითად სიგანე შეგვიძლია რამე ფიქსირებული მივცეთ. ვიდი 80 პიქსელი. დაახლოებით 80 პიქსელი აქვს. 120 პიქსელი. 120 პიქსელი ვცადოთ. როგორია? ხო, დაახლოებით 120 პიქსელი და -120 პიქსელი. აი როგორც ვთქვათ, ზუსტად იდეალურად გავიდა ჩვენი ბლოკი, აი პიქსელში ჯდება. ესე ძალიან საინტერესო რამ არის მინუს პიქსელები, კიდე რა მინდოდა მიჩვენებინა აქ. რაღაც უნდა მეთქვა და აქ რა მინდოდა. აი, პრომეა გამახსენდება, თუ მნიშვნელოვანი რამე იყო გამახსენდება. ხო, ეს არის position absolute. იდეაში ძირითადი თვისებები განახეთ. რაც შეუძლია. კითხვა ხო არ გაქვთ position absolute-თან დაკავშირებით ან relative-თან დაკავშირებით რამე? არა.
ბატონო და უცბად განახებთ კიდევ ერთ თვისებას position-ის. არის ესეთი რაღაც, როგორც არის position fixed. და მაგალითად ახლა მივცემ left 0 pixels და top-ს მივცემ 0 pixels. წამოვიდა ზემოთ მარცხენა კუთხეში position fixed-ი, position fixed-ს იგივე თვისება აქვს, როგორიც აქვს მაგალითად position absolutes, მაგრამ ერთი იმ განსხვავებით, რომ მოდი width დავუწერ, მაგალითად 100%. და ჩვენ mains გავზრდი 100 VH და მაგალითად 300 VH-ამ. ანუ სამი ეკრანის ზომა იქნება ახლა main-ის სიგრძე და ნახეთ რა მოხდა. მოდი ცოტა სიგანეშიც დავაპატარავებ. სიგანეში კი არა, ბოდი სიმაღლეში. მაგალითად B1 height-ს მივცემ 40 pixels. და ნახეთ ახლა რა მოხდება. მე როდესაც დავიწყებ ჩამოსყოლას, ნახეთ რა შვება. ანუ ეს ბლოკი ყოველთვის იქნება მიწებებული აი ამ ზომას. მაგალითად საიტის ჰედერათაც ხო არ გამოდგება. კი, საიტის ჰედერზე ხშირად ესეთი რაღაც გამოიყენა. Angular-ის შემთხვევაში არ დაგჭირდება position fixed-ი, იქ უფრო ყველაფერი საინტერესოა და უფრო ოპტიმიზირებულად, მაგრამ HTML CSS JavaScript-ზე როდესაც სტატიკურ საიტს ვაკეთებ, ჩვეულებრივად ფიქსირებული position fixed-ის საშუალებით შეგვიძლია გაკეთოთ header-ის გაკეთება. მაგ შემთხვევაში header-ის შემთხვევაში ხო ანუ fixed-ის გამოყენებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სიმაღლის მისითება გჭირდება მერე და ის ჯობია stick. Stick-ზე იძახი? თუ როგორ თქვი? ხო, ანუ headers fixed-ი რომ მივუთითო პოზიცია, ხო, მერე მაგის ქვედა სექციას merge-ი უნდა მივუთითო, რომ ზევით არ გადააჭდეს. თავზე. ეგეთი პრობლემა ხო არის fixed-ის დროს. კი. და stick-ის დროს პრობლემა არ აქვს და მაგითო ვიძახი რომ fixed-ის გამოყენებას აზრი არ აქვს თქო. ხო. კი ბატონო, მოდი stick-ი ვნახოთ. stick-ი. ხო, stick-ის როგორც დააკვირდებით, ცა? აი როგორც გიორგი თქვა. სად არის? ჩვენ გვინდა with 100%. ნუ იდეაში ანუ ტოპი 0 გვინდა. და 100 W. კეთრატო წავიდა. ხო, იდეაში ახლა ეს ბლოკი მაშინ უნდა ამოვაგდოთ აქედან. ხო, და აქ გვაქვს ერთ საინტერესო ვარიანტი, ახლა თუ დააკვირდებით. ჩვენ როდესაც ნუ იდეაში მოდი ჯერ stick-ის იდეას განახებთ ჯერ სანამ გავაკეთებთ ამის. მოდი ისევე with გავუშავ. Height-ს გავუშავთ. და left 0, top 0 იყოს. ნუ ჯერჯერობით ერთ შეხედვით გგონია რომ იდეაში არანაირი განსხვავება არ აქვს იმის გარდა რომ სივრცეს არ კარგავს. თავიდან როგორც position relative-ის შემთხვევაში იყო, თავის სივრცეს რეალურად ტოვებს. იქ ჩვენ ვერ ხედავთ ახლა მაგრამ მოდი top-ს დავუწერ 20 pixels. და ჩამოვსხოთ. აი რეალურად თავის სივრცეს ეს ტოვებს, აი როგორც position relative ტოვებდა და ისე მიდიოდა. მაგრამ რეალურად თუ დააკვირდებით ახლა, მოდი position stick-ის მე მივცემ წავშლი ამათ. ოპს წავშლი პირველს. და position stick-ის მივცემ მეორეს. B2-ს. და ნახეთ, ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. მე აი აქ დავუწერ top 0-ს. და position stick-ი მაშინ იწყებს მუშაობას, როდესაც აი ეს შესრულდება, ანუ top 0 ხდება ბლოკორისთვის. ანუ განახებთ ახლა მაგალითზე, ანუ დავიწყებ ჩამოსკროლას ჩვენი საიტის, ნახეთ. top 0 მიიღო ახლა ჩვენო ბლოკორმა და გავაგრძელეთ scroll. ანუ მიეწებება ჩვენ აი ამ
სივრცეს და აქედან გამომდინარე დაიწყებს მოძრაობას. მაგალითად, რომ დაუწერო 50 პიქსელი. ეგეთ 50 პიქსელი როდესაც ექნება ტოპთან, მაშინ დაიწყებს ეს მოძრაობას. იეწებება და დაიწყებს მოძრაობას. ესეთი საინტერესო შეშებები აქვს ამ ელემენტებს. შემდეგ აკვეთილზე პრაქტიკაში განვიხილავთ ყველაფერს, დაწვრილებით ჩავუჯდებით და ყველაფერს გადავუყენთ. დღეს ესეთი შესავალი გავაკეთეთ პოზიციონირებაში და შემდეგ აკვეთილზე უკვე დაწვრილებით განვიხილავთ. პრაქტიკაშიც გამოვიყენებთ ამ ყველაფერს და იმასაც აი ამ საიტსაც გავაგრძელებთ. კითხვები თუ გაქვთ მომდე ლექციასთან დაკავშირებით? კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით. მადლობა, ნახვამდის. ერთი კითხვა მაქვს, ცოტა ისეს ლექციას არ ეხება, მაგრამ სალექციო. ხო, გისმენთ. სამშაბათს ემთხვევა ევროპის თამაშს ჩვენ ლექცია და თუ ყველა თანახმაა და თუ არის ეს საშუალება თქო რომ გადაიდოს პირობითად ან რაღაცა უშაბათს ჩავატაროთ. ეგ რამიწევთ. 18 სამშაბათს. უნდა გადავდოთ აბარა უნდა ვქნათ. ნუ ან მაგას ვამბობ, ან 4 შაბათს ჩავატარო თუ რა თქმა უნდა ყველას ენდომება რა ვიცი. საათის ემთხვევა? კი, წესით კი, მე ვნახე. ზუსტად 6 საათზე არ მგონი. და 800-ზე ვიწყებთ ჩვენს. ხო, მაშინ თუ თქვენ გაწყობთ გადავდოთ მაშინ, თორე ეგეც თამაში. მაგიტო გამოვხრი ეს აზრი. ეს რა თქმა უნდა. ცოტა გვიან რო ჩავატაროთ სამშაბათს. ნუ ალბათ ფერბურთზე ლოცაც დავლევთ და. არა. მე უკვე არავის თავი არ არის. 4 შაბათს საღამოს იგივე დროს თუ გაწყობს პირობითად, ან შეგვიძლია რომ მოიწეროთ და რასაც მოიწერებით იმ დროს ჩავატაროთ საღამო პერიოდში. 8 საათზე ყოფილი ზუსტად. უბრალოდ 4 შაბათს მე არ მაწყობს, მაგრამ თუ ყველას გაწყობთ არ არის პრობლემა, მე ჩანაწერს უყურებ, არც ეგ არის პრობლემა. მოდი ის როგორ ხა? შეთანხმდით ახლა. ან იდეაში თქვენ რამე მესენჯერი გააქვთ, რომ კომუნიკაცია გქონდეთ პირობითად? ტელეგრამის ჩატი ალბათ, ხო. ტელეგრამი გვაქვს მარტო. ხო. მაშინ შეგიძლიათ რომ მან შეთანხმდეთ და მეც გამაგებინეთ. თქვენ როცა მეტყვით, ოღონდ აი 2 დღე 5 შაბათს და კვირას 6-დან 8-მდე არ მცალია მე ზუსტად და აი ეგ დროები რო არ დავასვათ. 6-დან 8-მდე დანარჩენი დრო ნებისმიერ როცა თქვენ გაწყობთ. თუ გინდათ დღე იყოს, თუ გინდათ საღამო. და სამშაბათს რო ცოტა ადრე ჩატარდეს. იდეაში ეგეც შეგვიძლია რომ სამშაბათს მაგალითად 4-დე ჩავატაროთ. 6-დან 8-მდე მუშაობ, უფრო ადრე ვერ მოვახერხებ. ანუ იგი იდეაში ის ხო შეგვიძლია პირობითად რომ იქით კვირაში 4 შაბათსაც ჩავატაროთ, ან რაღაც მსგავსი. ანუ ეხლა რომ პარასკევს შეუგლებრივად დავესწრო და პარასკევს გადავწყვიტოთ იქით კვირაში პირობითად 4 შაბათს თუ ყველასაც ყოფს ჩავატაროთ 4 შაბათს ან რაღაც მსგავსი. კი ბატონო. კარგი მას ვქნათ. ან დავაგდით თქვენს, კარგად მოილაპარაკეთ და. კი. არ არის პრობლემა. ერთი თავი პრობლემა გადაიჭრა. და მე ისიც ჩეხეთთან თამაში როდის არის? 21-ში არ არის? ეგეც ემთხვევა მე მგონი. აუ, ეხა ჩვენ დაგვიმთხოვა ყველა დღეს. გიდევს. მოდ ჯერ ეს ერთი როგორმე ესე გავაკეთე. ეს ერთი გადავაგორო. ჩენზე მე. ის მე მგონი შემდეგი 5, მე მგონი საათი არ ემთხვევა 5 საათზე. მე მთოს რომელად. მეორე თამაში 5 საათზე. მესამე ღამის 11 საათზეა, ანუ შემდეგი 2 საათებში. მესამე მაინც 26-ია და არ გვემთხვევა. მეორე 5 საათზე. ოკეი. კარგი, მაშინ თქვენ გამაგებინეთ დღეს რა დღე არის? დღეს სამშაბათია. ხო, იქ პარასკევს შევთანხმდეთ, მაშინ და იმას. კი ბატონო. თუ ხო, პარასკევს შევთანხმდეთ და გავიგებთ
და როგორ და მეც ადმინისტრაციასთან შევათანხმებ და გადავიდეთ. არ იქნება პრობლემა. მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა ნახვამდის.